მოგეთ ძალიან თავს იწონებდნენ. მასალა არის უნიკალური მასალაა. კი, მშვენიერი. ტიმ შევერინის ამბავი გაიგეთ ალბათ. გავიგე და ძალიან დამწყდა გული, ძალიან რა. ძალიან სამწუხაროა. როგორი შეხვედრები მქონდა, მოხსენებები, ყველაფერი. ვალერი, რამდენი წლის იყო? 80. 80-ის კი. 80. 25 წლის იყო რომ დაიწყო მოგზაურობები 24 წლის. ეხა 80 ძალიან დროში არაფერია. 80 წლიანზე არაფერი თქვათ, იმიტომ რომ აქ არიან ადამიანები რისმა გორდეზიანით დაწყებული. არა, არაფერს არ ვამბობ. ეს ძალიან პირობითი რამეა. არ არის. მასე ახალგაზრდები. ჩვენ არ გვაკლია არაფერი მაგამდე ესე იგი. ჩემო კარგო, იმდენი გაკლიათ კიდევ თქვენ არიცით, რას ნიშნავს ისლები, რაც ჩვენ ვაშორებთ ერთმანეთისგან. ბატონო, გოგი ცინცაძის ამბავი გაიგეთ ალბათ. გავიგე, სამწუხაროდ გავიგე, გასაგებად. დიდი დარტყმა მივიღეთ, დიდი დარტყმა ძალიან. საოცრად. განუყოფელი მეგობრობა. ასევე იყო გოგი ქავთარაძე ერთი ხილი. გოგი ქავთარაძე. გოგი. გულსატკელი ამბობია. ისიც საინტერესო პიროვნება იყო დათო ანდღულაძე. დათო ანდღულაძე, კი. როგორც იტყვიან, ნაღმები ფეთქდება. ფეთქდება. გარემოცვაში. იცი რა, მე მაგის პასუხად მაქვს. აბა სულ რო ვიყოთ, რა საშინელება იქნება წარმოიდგინე რა. გამარჯობა. ხდება და იზრდება ჩვენი მონაწილეები. მარიკა, გამარჯობა. მარიკა, გამარჯობა. გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას. ერთი გამოჩნდა, ეკა გამოჩნდა. მოგესალმებით. ბატონი ელგუჯა. დიახ, მოგესალმებით, მეც აქა ვარ. აი, აღმოჩნდი ჩემს ეკრანზე რისმაგის გვერდით და კიდევ ჩვენი ვალერის გვერდით. სასიამოვნო მეგობრებში ვარ. დიახ, აი, რა კარგი საზოგადოება, რამდენი ვართ. ნანა. მოგესალმებით. პარტნერის მაგ როგორ ბრძანდებით? არა მიშავს ნანა, არა მიშავს. კარგად. გუშინ მე მგონი ბატონ რისმაგს კი დაურეკე, მაგრამ ტელევიზორში იყო ბატონის მაგთან ინტერვიუ. მართალია ადრეული ჩანაწერი იყო 1-2 წლის წინანდელი ალბათ, არა ბატონის მაგ. კი. მაგრამ ეს კი არაჩვეულებრივი მოსასმენი იყო, ძალიან გამიხარდა. რატო არ დაანონსე, ჩვენც ვნახავდით. არა, ნუ ესე იგი, ეს არის პერიოდულად, მე მგონი ყოველ კვირაში ერთხელ უშვებენ მაგას და იმაზეა, ობიექტივზე ჩაწერილი. კეთილი, შეიფსო და შეიფსო ჩვენი იმდა. თინა აქ არის თინა? თინიკო ტოლიძე. თინიკო აქ არის, მაგრამ გასულია. მაგრამ მოდის. რამდენის რესურსია აქა? რამდენი კაცი შეიძლება დაესწროს? რამდენს გაგეხარდება? გამარჯობა, როგორ ბრძანდებით? ბატონი როინი შემოგვიერთდა, ბატონო როინ მოგესალმებით. როინი ადრევე შემოგვიერთდა და მე ახლა შევნიშნე და მაშინ ბოდიში თქვენ შემოგვიერთეთ. ამიტომ ბოდიში მოვიხადე და გასცარით რომ ესე მე ახლა შევნიშნე. კინა მოგესალმებით. მოგესალმებით ყველას კიდევ ერთხელ, ვინც არ ვინახავს. გამარჯობებით. დატო, გამარჯობა. დატოს ხედავ მე. დატო სად არის? დატო. მეორე გვერდზეა. მეორე გვერდზე.
ხო, დატო, როგორ ახარ, როგორ, мама როგორ არის, мама? არა, რა ვიცი, არის რა. მე ხა კოვიდი მქონდა და ჯერ კიდე იზოლაციაში ვარ და. რას ამბობ, ინგლისიდან ჩამოყვა თუ აქ დაგემართა? არა, ინგლისიდან გაიხადია ჩამოდი, აქ. აქ დაგემართა, აუ. რატო იოლად ქონდა? იოლად ქონდა, ცოტა სიცხეები მქონდა, მაგრამ დამიტოვა სისუსტე რაღაც, აი, უსიამოვნო სისუსტე. ო, წარმოვიდგინე. თორე ისე მეტი არაფერი სიცხე მარტო თავიდან. რამდენი ხანია რაც გაიარა? რამდენი ხანია? მე 11 დღე არის დღეს სიმპტომების დაწყებიდან. დაწყებიდან? ხო. მაშინ ეხლა ყოფილ ხარ მაშინ ეს. არა. ეხლა რაღაც ზეგიდან უკვე გამდის იზოლაცია. ო, გასაგებია, ეხლა მთავრდება ეს. მე მგონი 14 დღე მაქსიმუმი არის. მაქსიმუმ 14 კი. ნუ თუ რამე გართულება არ არის, მე მგონი მაქსიმუმი. ხო, ეგრე. დატო, ხველება გქონდა დატო? ხველება კი, დამიტო, მე ყოველთვის მახველებს ხოლმე ეგეთ ოდნავ რო ვცივდები, მაგრამ ცოტათი კი. ისე და ანთება ხო არ მქონია ანთება? არა. ო, კარგი, ჩემო კარგო, ძალიან გამეხარდა რომ ესე გადაურჩი ესე ქართულების გარეშე. ბატონო, ბატონო? ყნოსვა? გავიგე? ყნოსვა? არა, ეგეთი დამხა. ექიმმა თავიდანვე დამინიშნა თუთია, იმიტომ რომ თუთია ეცემა მაგ დროს და იგი იწვევს მაგის დაქვეითებას და ამიტომ შევინარჩუნდა ეგ ყველაფერი. მოგესალმებით. დავისოფო. ტოპიკო მოგესალმებით. კაცო, ჩვენ მაია კაკაშვილს ქონია ხო კოვიდი? ახლა არ ვიცი. დედამის სასეიფი და მაიასაც? არ ვიცი. კი. ქმარს. არის, როგორ არის მაია? არ არისო ცუდათო. მაგრამ სტუდენტები იყვნენ შეწუხებული. არ ვიცოდი ეს ამბავი. დაყეკავა აუცილებლად. ყველა კარგად იყოს და გააკაშვილი თამრიკოროა, ხო იცით ჩვენი? იმისი გარდაიცვალა გულში. ვინ გარდაიცვალა? გააკაშვილის ძმა? გასლაპარაკო. დიახ, კოვიდისგან. კოვიდისგან. საშინელება. საშკა ბააკაშვილი იყო ძმა? არა, უმცროსი. 30 ოღონდ. 60-იანი იყო მე მგონი. ეხლა რა უნდა ვქნათ? ვინ უნდა გასცეს? თინა დოლიძე. დავიწყოთ მე მგონი, დავიწყოთ არის არა? ქალბატონი თინა შემოვიდა? თინა მამულაშვილი შემოვიდა? რაღაც არ ვერ ვხედავ. ხო და თინა მამულაშვილს უნდა დაველოდოთ ბატონის მე უნდა დაველოდოთ აუცილებლად. არა, თუ ნახოთ შემოდის კი? მახიმაზია მოწყობ ეს ხო არ არის ისა. ვიცი, გამომცემლობის იმაზე ვარ კი. ამიტომ გარკვეულწილად ვალდებულები ვართ ცოტა დაველოდოთ. კი ბატონო. ხო, მაგრამ 1 საათი რო არის მარტო ვადა? რატო? რა არის? ასე არის განსაზღვრული რომ 1 საათი. არა მგონი რომ რის არა, ჩვენ გვაქვს გალურჯებამდე შეგვიძლია. არა, შეგვიძლია. არა, ვადა კომენდანტის საათია მე, მაგრამ ყველანი სახლში ვართ მე. მე არა ვარ სახლში. შენ წახო. ლევანს გაუშვებ ცოტა ადრე. მე ნუ დამსტრაფავთ ახლა 2000. შენ და მოასწრო. ის მაგ ზოგი უკვე ვარ გალურჯებული, ასე რომ თინიკო, ტელეფონის ნომერი ხო არა გაქვს თინა მამულაშვილის? აი მივწერე ახლა და დაკავებული აქვს არიღებს და. გამომცემლობის ვინმე არის წარმომადგენელი? აი შულაია აგე. სად არის ბატონო? ქალბატონი თინა, შემოსული ახლა ველაპარაკებს და უბრალოდ ხმარის მის ჩემია მე გამარჯობა ბატონო ისმარ, გამარჯობა. გამარჯობა, მაკა სადახარ, ვეღარ ხარ. აი. კარგი, ჩემო კარგო, ძალიან კარგი. თინაც წესით მალე შემოგვერდება, ვიწერა. ძალიან კარგი. ჩვენი ეკა კვირკველია რო არა ჩანს? შემოგვერდება ეკაც.
აი ეკა აქ არის. შემდეგ ვერძე აღმოჩნდა. ფინანსები. რამდენი ვართ უკვე ერთ კომპიუტერს? აი შემოვედი და არის მოდაო და ეხლა კომპიუტერით ვცდიო თინა. აბა. დავიწყოთ, ადორისოთ, დავიწყოთ. თინა, დავიწყოთ და შემოგვიერთდება თინაც. ხო, დიდი სიამოვნებით. მოგესალმებით ყველას. მოგესალმებით თქვენ ბატონის მაგ. სულაკაურის გამომცემლობის წარმომადგენელს ქალბატონი თინა ახლა შემოგვიერთდება მისი ხელმძღვანელი. ძალიან მიხარია რომ ყველა შევიკრიბეთ. დაახლოებით 1 წლის წინ იყო რომ ჩვენ გქონდა კლასიკური ფილოლოგიის ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში ბატონი რისმაგის ბერძნული ცივილიზაციის პირველი და მეორე ტომის წარდგინება. და მაშინ ბატონმა რისმაგმა თქვა რომ ერთ წელიწადში ვიხილავდით მესამე ტომსაც. რასაკვირველია, მან ეს პირობა შეასრულა, როგორც მას ჩვევია, დაიწყეს ჩვენ გვაქვს ამ დიდტანიანი ნაშრომის მესამე ტომი. ნაშრომისა, რომლის ტომების მოცულობა არის 400-დან 600 გვერდამდე და თითოეული არის A4-ზე ნაბეჭდი. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ბატონი რისმაგის სამტომეულში შესული ინფორმაციის მასშტაბურობა. მეცნიერული დისკურსის სიმწყობრე, რომელიც მას ახასიათებს, თხრობის ნათელი სტილი და დაახლოებით 25 საუკუნის ისტორიული და კულტურული ისტორიული ფაქტების, ასე ვიტყოდი, მონოლითური გააზრება. ეს რაც სამივე ტომს ახასიათებს ზოგადად. ჩვენ გვაქვს დღეს ბერძნული ცივილიზაციის მესამე ტომი და ეს არის ელინისტური ეპოქიდან გვიან ანტიკურობამდე. ეს არის ელინური კულტურის სინკრეტული პერიოდი, სინკრეტული ეპოქა, როდესაც ბერძნული ცივილიზაცია იჭრება აღმოსავლეთში, აცნობს მას თავს და იქმნება საოცარი სინთეზი. ბატონი რისმაგის კულტუროლოგიური ტერმინოლოგიით რო ვთქვათ, დიდი ხნის ბინალური ოპოზიციის განეიტრალება. იგულისხმება აზიისა და ევროპის დაპირისპირების განეიტრალება. უზარმაზარ ტერიტორიაზე უამრავი ხალხი ქმნის ერთ ძირითადად ერთ ბერძნულ ენოვან და ელინიზებულ პროდუქტს. ეს უზარმაზარი შედეგია, ასე ვთქვათ, ამ სინთეზისა. ისე რომ ბატონი რისმაგის წიგნს რო კითხულობს, კაცი ფიქრობს, როგორი იქნებოდა დღევანდელი სამყარო, ეს სინთეზი რომ შენარჩუნებულიყო და რო არ დაუბრუნებოდით ჩვენ ამ ოპოზიციურ მდგომარეობას აზია, ევროპა. ბატონი რისმაგის სამტომეულს გარდა მეცნიერული ღირებულებისა აქვს აგრეთვე დიდი აღმზრდელობითი მნიშვნელობა. ავტორი აუძღვება თავის მკითხველს და აქ ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე ახალგაზრდა მკითხველს ძველი ბერძნული ცივილიზაციის, ძველი ბერძნული სულის მრავალ საუკუნოვან ნარატივში. ბერძნული ფენომენისა, რომლისთვისაც უმთავრესი მისი განვითარების ყველა ეტაპზე იყო პიროვნული თავისუფლება, აზროვნების თავისუფლება, აზროვნების შემოქმედებითი ძალა და ამაზე დაფუძნებული საზოგადოებრივი ეთოსი. ბატონ რისმაგს ძალიან უყვარს ამ მოტივების წინწამოტება, ზოგჯერ იმპლიციტურადაც, რადგან მე ვფიქრობ, თვითონ მისთვის, როგორც პიროვნებისა და შემოქმედისთვის, ეს ძალიან თვისებრივი და საყვარელი ღირებულებებია. დიდი მადლობა,
მე მინდა ეხლა ბატონ რისმაგს გადავცე სიტყვა ბატონ რისმაგ რამე გითხარით თქვენი შემოქმედებითი პროცესის შესახებ. ძალიან დიდი მადლობა ძვირფასო კოლეგებო და მეგობრებო, ბევრი მეგობარია კიდევ. მე ბოდიში მინდა მოგიხადოთ, რომ აი ამ ვითარებაში, პანდემიური და პოლიტიკური ნერვიულობის ვითარებაში, ესე იგი, თქვენი ყურადღება მივაპყარი უკვე რაღაც სხვა სამყაროს, ეს არის ელინისტური სამყარო და ქალბატონმა თინამ თქვა აქ უკვე, რომ მე გასულ წელს 20 ოქტომბერს იყო ჩვენს ინსტიტუტში იყო ჩემი 2 ტომის პრეზენტაცია. მაშინ მე პირობა მოგეცით, რომ ერთ წელიწადში გამოვიდოდა მესამე ტომი, მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ ამას მე ვერ განვახორციელებდი, რომ არა სულაკაურის გამომცემლობა, რომ არა ის ადამიანები, ვინც გვერდში დადგა და მეხმარებოდა. ხმა ისმის ჩემი. ისმის ძალიან კარგი. პირველ რიგში ეს არის რასაკვირველია ჩემი ინსტიტუტი, რომლის თანამშრომლები შეიძლება ითქვას თავიანთი კითხვებით, როდის გამოვა მესამე ტომი, ნუ რაღაცნაირად მაქეზებდნენ, მაგრამ ეს ვერაფერი ვერ განხორციელდებოდა, მე რომ არ მყოლოდა ისეთი დამხმარეები, როგორებიც არიან ჩემი რედაქტორი გოჩიტაშვილი მარიამი, ჩემი უფროსი კოლეგა, ჩემი ეკა კვირკველია და რასაკვირველია ჩემი მეუღლე. გახსოვთ მე შარშამ თქვი მრავალტანჯული თქო ჩემ ხელში და ესე იგი მან ჩაწერა მთელი ისა ჩემ მიერ ნაკარნახევი ტექსტი, რადგან ჩემთვის რაღაცა პერიოდში ძნელი იყო ამის აწყობა და ერთ სიტყვით აი ეს წიგნი გამოვიდა, მე მინდა მოგახსენოთ, რომ გამომცემლობაში გაუჩნდა ამ წიგნს გულშემატკივრებიც და მე ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქალბატონ მაკა შულაიას, რომელმაც მე ვიტყოდი ძალიან ახლოს მიიტანა ამ წიგნის გამოცემის საქმე გულთან და მან თქვა თავის დროზე მითხრა, რომ ძალიან ვეცდებით, რომ წლის ბოლოსთვის გამოვიდეს. თქვა თქვენთვის ყველასთვის ნათელია რა იყო ეს წელიწადი და ესეთი დაპირება ფაქტობრივად იყო გმირობის ტოლფასი და მინდა მადლობა ვუთხრა მე სამინისტროს, ჩვენი განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, იქ არის ასეთი პროგრამა, კულტურის განვითარების ხელშემწყობი პროგრამა და ესე იგი აი იმან მონახა შესაძლებლობა გამომცემლობისათვის გაეწია გარკვეული თანადგომა და ბოლოს ეს წიგნი გამოვიდა. ეხლა რა მინდა გითხრათ მე? პირველი 2 ტომის შემთხვევაში თქვენ კარგად გახსოვთ, ეს იყო მეორე გავრცობილი და გადამუშავებული გამოცემა, მაგრამ აი ეს მესამე ტომში ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი თავი, რომელიც ფაქტობრივად ჩემ წიგნში უკვე ეს წიგნი ასეთია, ინოვაცია, ფორმალიზმი, ავანგარდი ანტიკურ ლიტერატურაში, აი იქ ლიტერატურის ნაწილი რაც არის, ის გავაფართოვე და აი აქ ამ წიგნში გადმოვიდა. გავაფართოვე საკმაოდ არსებითად. ვინც იმ წიგნს იცნობს, დამეთანხმება, რომ აქ შევიდა ის, რაც იმ წიგნში არ იყო. კერძო დრამის ნაწილი შევიდა სხვადასხვა ნაწარმოებები, რომელიც იქ წიგნის სპეციფიკიდან გამომდინარე არ განმიხილავს და ესე იგი აი ეს წიგნი სხვა მხრივ, ეს წიგნი არის მთლიანად ახალი წიგნი, ასე რომ პირველი გამოცემა ამის სიტყვის სრული მნიშვნელობით და უნდა გითხრათ, რომ მე ძალიან გამიჭირდა ამ წიგნზე მუშაობა. აი ახლა ქალბატონმა თინამ აღნიშნა, რომ ეს სინკრეტული კულტურის შესახებ ამ ელინისტური ეპოქის, მაგრამ სინკრეტული კულტურის შესახებ მსჯელობა არანაკლებ რთულია, ვიდრე, რა ვიცი, რაღაცა სრულიად ახალი სამყაროს შესახებ მსჯელობა. მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ ამ ეპოქას აქვს კიდევ ერთი ძალიან დიდი პლუსი, იცის გატაცება. აი მაგალითად, ალექსანდრე მაკედონელის გზას რომ მიყვები, 19,000 კილომეტრი გაიარა მან თავისი ჯარით, რომ მიყვები, ესე იგი რაღაცა თვითონაც აგავანებს ის, როგორ შეძლო აი ამ კაცმა ამხელა იდეის განხორციელება შეექმნა პირველი მსოფლიო სახელმწიფო, ფაქტობრივად კაცობრიობის ისტორიაში. მე ჩემი ამოცანა რა იყო ამ წიგნში, რომ ეს ყოფილიყო საკითხავად, ესე იგი მიმზიდველი
რადგან ძალიან ბევრი საინტერესო მოვლენა არის აქა და ახლა შეიძლება დამეთანხმოთ, შეიძლება არა, აქ არის ისტორიული ნაწილიც, არის ხელოვნება, არის კულტურაზე და არის ძალიან ფართო ეს ადგილი ეთმობა ისტორიოგრაფიას ამ ეპოქისა, ძალიან საინტერესო ისტორიოგრაფია არის მჭერმეტყველებას, რომელიც დავიდა დიდებული პრაქტიკული მჭერმეტყველებიდან დავიდა სასკოლო მჭერმეტყველებამდე გასაგები მიზეზების გამო, აქ არის წარმოდგენილი სწავლა-აღზრდის საკითხები და ერთი თავი არის სავსებით ჩემის აზრით ისეთი ორიგინალური, უკვე ჩემი მოსაზრებებია გადმოცემული გვიან ანტიკურობის შესახებ. მოგეხსენებათ, რომ გვიან ანტიკურობა არის ძალიან საკამათო საკითხი, როდიდან იწყება, როდის მთავრდება გასაგებია, როცა დამთავრდა ანტიკური სამყარო, მაგრამ როდიდან იწყება და აი ჩემი პრინციპი რა იყო, რომ არსებობს არგუმენტი, ანტიკური არგუმენტი და არსებობს უკვე ის რაც ქრისტიანულმა კულტურამ მოიტანა და აი რაღაც მომენტში, როდესაც ქალბატონმა თინამ ახსედა ჩემი საყვარელი სიტყვა, აი ის ქრისტიანული არგუმენტი მთლიანად ანეიტრალებს ანტიკურ არგუმენტს და ეს ხდება თითქმის ყველა სფეროში კულტურული ცხოვრების, აი იქ იწყება გვიან ანტიკურობა, ნამდვილად იწყება გვიან ანტიკურობა, როდესაც აი ეს არგუმენტები შეეჯახება ერთმანეთს და ქრისტიანული არგუმენტი სულ უფრო და უფრო მეტად ახერხებს ანტიკური არგუმენტის განეიტრალებას. ამ წიგნით ფაქტობრივად დასრულდა ბერძნული ცივილიზაცია, მე ჩემი პირობა შევასრულე, იცით რომ ძალიან ბევრ საყვედურს ვიღებდი იმის გამო, რომ აი პირველი ტომი რო გამოვიდა, დაპირება იყო ძალიან დიდი, დაპირება იყო ის, რომ გამოიცემოდა კიდევ შემდეგი ტომები და 5 ტომი გამოვიდოდა ანტიკური კულტურის წარმოსაჩენად, მაგრამ მე მაშინ გახსოვთ რა ვითარება იყო, ესე იგი, რაღა პანდემია და რაღა მაშინ რო იყო, ეს არის 90-იანი წლების დასაწყისი, სამოქალაქო ომი, ყველაფერი დაემთხვა და გადაიწია ჩემი ასე ვთქვათ, პირველი ტომის მერე გადაიწია მეორე ტომის გამოცემამ, ამაზე იყო უკვე ლაპარაკი ჩემს პრეზენტაციაზე და უნდა მოგახსენოთ, რომ ძალიან არ მინდოდა, რომ აი ეს ჩემი საქმიანობა ამ მიმართულებით აღარ გაგრძელებულიყო და აი ეს მესამე ტომის გამოსვლით ფაქტობრივად მე უკვე ნაწილობრივ შევასრულე ჩემი დაპირება. თუ კი ღმერთი ინებებს, ესე იგი მე მინდა ძალიან რომ თქვენ წინაშე ეხლა დავდო, რომ პირობას უკვე ჩემს ასაკში კაცი კატეგორიულს ვერ დადებს მომავალთან დაკავშირებით, ამიტომ მე მინდა მხოლოდ და მხოლოდ გამოვთქვა, რომ მე ვისურვებდი, რომ გაისად დაახლოებით ამ დროს ჩვენ შევხედროდით ის ერთმანეთს, როდესაც ჩემი და ქალბატონი ეკას კობახიძის ერთობლივი შრომის შედეგად დაიდებოდა წიგნი ეტრუსკებზე. ჩემთვის ესე პირობითი სახელწოდება ამ წიგნის იქნება ეტრუსკები, ანტიკური სამყაროს ტრიტაგონისტები. და მართლაც ეტრუსკები ეს არის მესამე ისეთი ძალა, მსახიობი, შეიძლება ვთქვათ ასეთნაირად, თეატრალური ტერმინი რო გამოვიყენოთ, რომელიც ასრულებს მესამე მსახიობის როლს, როგორც ბერძნულ ტრაგედიაში იყო ესა. აი ეს მინდოდა მომეხსენებინა ძალიან მოკლედ ჩემი წიგნის შესახებ, კიდევ ერთხელ მინდა ყველას ძალიან დიდი მადლობა მოგახსენოთ. და ახლა მე სიამოვნებით მოვისმენ თქვენს აზრს, დასაკვირველი ვინც მიიღო ეს წიგნი. სამწუხაროდ მე არ მქონდა საშუალება, რომ ბევრი თქვენგანისათვის მომეწოდებინა ეს წიგნი და იცით რა ვითარება არის, რაღაცა ძალიან დიდი დაზღვევის ზომების მიღებით, რომ არ გადავდოთ ვინმეს რამე ან ვიღაცისგან რამე არ გადმოგვედოს, მე შევძელი რამდენიმესთვის თქვენგანისათვის მომეწოდებინა წიგნი, შემდეგში შევეცდები, თუ კი ყველაფერი კარგად წარიმართება, შემდეგში შევეცდები აი ჩემი ეს რაც გულს მაკლია, ვისაც ვერ მივაწოდე, როგორღაც მივაწოდო მათ. ასე რომ დიდი მადლობა ჩემო მეგობრებო და ჩემო კოლეგებო და მე გთხოვთ ქალბატონო თინა განაგრძოთ ახლა, ასე ვთქვათ, ჩემი გაკრიტიკება. დიდი მადლობა ბატონისმაკ. დარწმუნებული ვარ, ჩემს ბევრ კოლეგას უნდა გამოსვლა და თავისი აზრიც გამოთქვა, მაგრამ ვფიქრობ, შევეკითხოთ ჯერ ქალბატონ თინა მამულაშვილს, ხომ არა აქვს რაიმე სასმელი? მოგესალმებით, უკაცრავად წეღან
ტექნიკური ხარვეზის გამო თავიდან მხოლოდ ხედავდით თქვენი ხმა არ მესწოდა და ამიტომ პატარა ნაწილი გამოვტოვე. პირველ რიგში გილოცავთ ბატონო რისმაკ. ძალიან მიხარია რომ შევასრულეთ თქვენი არ იყოს ჩვენ შევასრულეთ ჩვენი პირობა და მოვასწარით წელს წიგნის დაბეჭდვა, თუმცა რა თქმა უნდა უდიდეს გამოწვევასთან იყო ეს წელი დაკავშირებული და ძალიან დიდი მადლობა მინდა მეც გადაუხადო კულტურის სამინისტროს რომ დაგვიჭირა მხარი და მოგცა საშუალება ამ ურთულეს პერიოდში წიგნის გამოცემაში მიიღოთ ნაწილეობა და მოგცა საშუალება წიგნი დროულად მოგვეწოდებინა მკითხველისათვის. ძალიან მიხარია რომ ამდენი დამსწრე არის დღეს ამ ივენტზე და ძალიან ასე ვთქვათ უჩვეულო ფორმატია შარშანდელი პრეზენტაციისგან განსხვავებით, თუმცა და ასევე სასიხარულოა რომ ეს დღევანდელი ტექნოლოგიები გვაძლევს ამის საშუალებას. ასევე მინდა გითხრათ რომ ბატონმა რისმაკმა აღნიშნა რომ წიგნის მოწოდება ვერ შეძლო ბევრი თქვენგანისთვის, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ რომ თქვენ თუ გექნებათ სურვილი სანამ გაიხსნება გზები, მაღაზიები და ასე შემდეგ, შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი ონლაინ სერვისით და ჩვენს ვებსაიტზე შეიძინოთ ნებისმიერი წიგნი, მათ შორის რა თქმა უნდა ბატონი რისმაგის ავტორობით 3-ვე ტომი და ადგილზე მიიღოთ ისე რომ ზედმეტად არ მოგიწიოთ გარეთ გასვლა და რისკის წინაშე თქვენი თავის დაყენება, ასე რომ ამ საშუალებით თუ ისარგებლებთ ჩვენი ვებსაიტი გამართულია სრულებით და ჩვენი კურიერები ადგილზე მოგაწვდიან, მათ შორის ახალ წლამდეც კი მიუხედავად დატვირთული სეზონისა. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც იყო ჩართული პროცესში, მარის განსაკუთრებული მადლობა, იმიტომ რომ ძირისძირობამდე მიყვა და ნამდვილად ძალიან ბეჯითი რედაქტორი აღმოჩნდა და ძალიან მიხარია ბატონ რისმაკ რომ ასე კარგად ითანამშრომლეთ. რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა მაკას, რომელიც მუდმივად იყო კავშირზე კულტურის სამინისტროსთან და პირველ რიგში ყველაზე ძალიან დიდი მადლობა თქვენ, რომ მიუხედავად ასეთი ვთქვათ დაძაბული სიტუაციისა, მაინც შეძელით დაასრულეთ წიგნზე მუშაობა და დარწმუნებული ვარ ახალგაზრდებს, სტუდენტებს ძალიან დიდ დახმარებას გაუწევს ეს წიგნი. ქალბატონო თინა დიდი მადლობა იმისთვის რომ სიტყვა გადმომეწით. მე ბევრს თავს აღარ შეგაწყენთ. დამდეგ ახალ წელს გილოცავთ შობას და ახალ წელს და ბედნიერ და რაც თორია ჯამრთელ წელს გისურვებთ ყველას და იმედი გვაქვს რომ შემდეგში უკვე ნამდვილ პრეზენტაციაზე ცოცხალი კონტაქტის საშუალებით შევძლებთ თქვენი შემდეგი წიგნების წარდგენას ბატონო რისმაკ. დიდი მადლობა ჩემო კარგო, დიდი მადლობა. დიდი მადლობა. უკაცრავად შეიძლება ერთი კითხვა მაქვს თუ შეიძლება თინა. ერთი ყველას მინდა მოგილოცოთ ეს არაჩვეულებრივი მოვლენა, თან ჩვენ დროში მართლა ძალიან დასაფასებელია რომ აი ესეთი წიგნი გამოდის და თან ასეთი დონის. ბატონ რისმაკსაც ულოცავ და მე მგონი სხვებს კიდევ უფრო ულოცავ რომ აი ესეთი შენაძენი ექნებათ. ერთი კითხვა მაქვს თინა მამულაშვილთან დავუმსვერთ რედაქციის გამომცემლობასთან. აი ჰუმანიტარული კვლევითი დაწესებულებების ბიბლიოთეკებისთვის თუ არის ეს გათვალისწინებული თუ შეიძლება ამ ცენტრებმა მოგმართონ და შეიძინონ ეს წიგნები თუ როგორ არის ამის რამდენადაც მე ვიცი კულტურის სამინისტროს ჩვენ გადავეცით ეგზემპლარები და შესაბამისად წესით კულტურის სამინისტრო უნდა უზრუნველყოს ბიბლიოთეკებისთვის მოწოდება ქალბატონო მარიკა, მაგრამ დავაზუსტებთ და თუ ისინი წესით ჩვენგან მიწოდებული ეგზემპლარები ზუსტად ამისთვის არის რომ ბიბლიოთეკებს გაუგზავნონ და რამდენადაც ვიცი 51 ეგზემპლარი გადაუგზავნეთ, როგორც მე ქალბატონმა მაკამ მითხრა, ხო? დიახ, მივაწოდეთ ყველაფერი და თუ არ მოგაწოდეს რაიმე მიზეზის ქალბატონო მარიკა შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. მადლობა. გავაგრძელოთ. ვის სულს აზრი გამოთქვა ქალბატონო ნანა ტონიას მივმართავ. აქ ვარ. ხომ არ გვეტყოდით რაიმე? რა თქმა უნდა. თინიკო დიდი მადლობა. მივესალმები საზოგადოებას, მიხარია ძალიან რომ ყველას ხედავთ და მენატრება ძალიან ყველასთან სოციალური ურთიერთობა რა თქმა უნდა.
როდესაც აი ამ ბერძნული ცივილიზაციის პირველი წიგნი დაიდო წიგნის თაროზე და ეს იყო 1988 წელი, ქართულმა საზოგადოებამ იგი განსაკუთრებული ინტერესით მიიღო. გამომცემლობა მერანმა, მერანი მაშინ ერთ-ერთი საუკეთესო გამომცემლობა იყო, გამომცემლობა მერანმა ეს წიგნი 40,000 ტირაჟი. არა ბაზნორისმა 40,000 იყო ტირაჟი. ტირაჟი გამოსცა და სულ მალე იგი გაქრა წიგნის თაროდან. მე მიფიქრი ამასთან დაკავშირებით, რა ხდებოდა, მიზეზი მრავალი იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ მიზეზებიდან დავასახელებ ორ მიზეზს, ეს იყო რომ მსგავსი შინაარსის ორიგინალური ლიტერატურა, ესე იგი ქართველის მიერ დაწერილი ბერძნულ ცივილიზაციაზე ლიტერატურით არ იყო განებივრებული ქართველი მკითხველი. და მისი ავტორი იყო იმხანად უკვე სახელმოხვეჭილი მეცნიერი, კლასიკური ფილოლოგიის კორიფეთ აღიარებული უკვე, ნახეთ რა პერიოდია, პროფესორი რისმა გერგეზიანი, წიგნის გამოცემას წინ უძღოდა საჯარო ლექციები, გადავსებული დარბაზი და აქტუანებული აუდიტორია. სიტყვა კორიფე, იმიტომ არ მიხსენებია, რომ ბატონის მაგზვამო, მე ეს არ მიჭირდება, უბრალოდ მინდა შევახსენო ჩემს თაობას, ახალგაზრდებს კი გავაგებინო, რომ იმ გარდასულ დროს კლასიკური ფილოლოგიის საბჭოთა და უცხოელ მეცნიერთა აღიარებით თბილისი კლასიკური ფილოლოგიის ერთ-ერთ ცენტრად ითვლებოდა მისი მეთაურის დამსახურებით. ამას განაპირობებდა მრავალი რამ, უპირველეს ყოვლისა კი ის კავშირები, რომელიც ბატონ რისმაგს ჰქონდა მის უცხოელ კოლეგებთან, მისი ძალისხმევითა და პიროვნული ხიბლით. ამას განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნავ, ჩვენთან ჩამოდიოდნენ ცნობილი სწავლულები და ცხოვრების ბოლომდე ახსოვდათ აქ გატარებული დღეები. ამ მეცნიერებს დიდი წვლილი მიუძღვით ქართული კლასიკური ფილოლოგიის აღორძინების საქმეში და რა თქმა უნდა ახალი თაობის ჩამოყალიბებაში. ჩვენი ბიბლიოთეკის დაარსებაში, ბიბლიოთეკის გამდიდრებაში, რომელზედაც ბატონ რისმაგი თავად აღნიშნავს ხოლმე, რომ მისი ოცნება იყო, იმიტომ რომ უცხოელი მეცნიერებისგანაც მრავალ საჩუქარს გაბოლობდა ჩვენი ბიბლიოთეკა. ბუნებრივია, ეს აღიარება კლასიკური ფილოლოგიის მეშვეურთა შემთხვევითი არ ყოფილა, ამას სჭირდებოდა ტრადიცია და ამ ტრადიციის გამგრძელებლის ნიჭი, უნარი და ახალი თაობის გამოყვანა ასპარეზზე. ყოველივე ეს კი წარმოუდგენელი იქნებოდა სახელმძღვანელოების გარეშე, ქართულენოვანი სახელმძღვანელოების გარეშე და ანტიკური მხატვრული მემკვიდრეობის გამოცემის გარეშე, ამ შემთხვევაში მხედველობაში მაქვს მთარგმნელებითი მოღვაწეობაც. და აი ანტიკური ცივილიზაციის შესასწავლად ერთ-ერთ პირველ სახელმძღვანელოდ ქართველმა სტუდენტებმა მიიღეს წიგნი, რომელიც დაწერილი იყო უახლესი არქეოლოგიური გათხრებისა და მეცნიერული გამოკვლევების გათვალისწინებით. როგორც წიგნის ანოტაციაში ეწერა, იგი განკუთვნილი იყო მკითხველთა ფართო წრისათვის, მაგრამ ეს იყო ჩვენი პროფესორ მასწავლებელთა სამაგიდო წიგნი. მისი მეორე ნაკვეთი საქართველოში სამოქალაქო ომის მძვინვარების გამო 9 წლის დაგვიანებით გამოიცა, ეს იყო 1997 წელი და ისიც გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა. ეს წიგნები ორივე ბერძნული ცივილიზაციის ორივე ნაკვეთი ყველა სჭირდებოდა. მით უმეტეს რომ სწორედ ამ წიგნიდან დაიწყო არსება. ამ წიგნის გამოსვლით გამოვიდა 97 წელს და ამავე წელს დაიწყო არსებობა ჩვენმა ინსტიტუტმა ახალი იდეებით, ახალი ენერგიით, ახალი იმედებით და ამას კი რა თქმა უნდა სჭირდებოდა ახალი სახელმძღვანელოები და წლების განმავლობაში სტუდენტები ქსეროქსებისა თუ სხვა საშუალებებით ცდილობდნენ ცივილიზაციის ეს ორი ნაკვეთი გადაეღოთ, მოეპოვებინათ გარკვეული ძალისხმევით და გაემდიდრებინათ თავიანთი წიგნების თარო. ეს ორი ნაკვეთი იმდენად მრავალმხრივი და მრავალფეროვანი აღმოჩნდა,
რომ მის გარეშე თითქმის არ ისწავლებოდა ჩვენთან არც ანტიკური ცივილიზაციის ისტორია, არც ზოგადად ანტიკური ქვეყნების ისტორია, არც ლიტერატურის ისტორია, ფილოსოფიის, მჭავრმეტყველების. მოკლედ ამ ორივე ნაკვეთში თავმოყრილი იყო ყველაფერი ის, რაც აუცილებელი იყო ჩვენი კლასიკური ფილოლოგიის ინსტიტუტის სტუდენტებისათვის. რა განაპირობებდა ამ აუცილებლობას და რით იყო მნიშვნელოვანი ეს წიგნი? იმ დროს, როდესაც ბერძნული ცივილიზაციის გორდეზიანისეული გამოცემა განხორციელდა, ბუნებრივია ანტიკური მემკვიდრეობის შესწავლის ტრადიცია უკვე არსებობდა და დაინტერესებულ მკითხველს ევროპულ ენებზე საშუალება ჰქონდა გაცნობოდა მისთვის საინტერესო ცალკეულ მასალას, მაგრამ ჯერ კიდევ არ არსებობდა წიგნი, რომელშიც უახლესი არქეოლოგიური სამეცნიერო გამოკვლევების გათვალისწინებით წარმოდგენილი იქნებოდა მთელი ისტორია ანტიკური ცივილიზაციის, მისი უმთავრესი მიღწევები, თავისებურებანი, არსი და ყოველივე ის, რაც მის ცხოველმყოფელობას განაპირობებდა. ეს ერთი. მეორე, წიგნში ანტიკური სამყაროს მრავალრიცხოვანი მკვლევართა ცნობილ თუ პირველად მოხმობილ დებულებათა გვერდი წარმოდგენილია თავად ავტორის უაღრესად მნიშვნელოვანი და ყურადსაღები მოსაზრებანი, რაც მომზადებული მკითხველისათვის, განათლებული მკითხველისათვის განსაკუთრებულად საინტერესოა და წლების განმავლობაში ჩვენ, მისი მოწაფეები და ახლა უკვე კოლეგები, ჩვენს პედაგოგიურ, მეცნიერულ თუ მთარგმნელობით მოღვაწეობაში ვითვალისწინებთ ამ მოსაზრებებს, რამე თუ ისინი დღესაც არ კარგავენ თავის აქტუალობას. მესამე, რამდენადაც წიგნები განკუთვნილი იყო ფართო აუდიტორიისთვის, მისი ენა უნდა ყოფილიყო დახვეწილი, სადა, გასაგები ყოველნაირი მკითხველისათვის. რაც რთული მისაღწევია, მაგრამ ამასაც ბატონმა რისმაკმა დიდებულად გაართვა თავი, ჩვენ წაგვიკითხავს მისი მეცნიერული ხასიათის ნაშრომები. ვკითხულობთ პოპულარული ხასიათის წიგნებსაც, რაც მისი როგორც მეცნიერისა და ლიტერატურის მრავალ მხრივობაზე მეტყველებს. მეოთხე, არ შეიძლება ხაზგასმით არ აღნიშნო ბერძნული ცივილიზაციის ავტორის ლიტერატურული ესთეტიზმი. მე მახსოვს, როგორ იწერებოდა ეს წიგნი, როგორი მნიშვნელობა ენიჭებოდა თითოეული თავის დასათაურებას. ამ შემთხვევაში უკვე აზროვნებაში იჭრებოდა ემოცია, რომელსაც თავისი გზით უნდა წაეყვანა მკითხველი. ასე მაგალითად, ფერფლით დაფარული ტრაგედია, ან ჟამი კანონმდებელთა და პოლიტიკური ბრძოლებისა, ან არქაული ღიმილი, პირველი ფილოსოფიური ჩაფიქრება, ფერდსა და ქვაში ამეტყველებული მშვენიერება და ასე შემდეგ. დასათაურებებში იდეის ენერგია და ემოცია, რომელიც უნდა შექმნოდა მკითხველს და ავტორს ესეც ძალიან კარგად გამოუვიდა. მისმა ოსტატობამ აქაც იმარჯვა. ბერძნული ცივილიზაციის ფასდაუდებელ მნიშვნელობაზე კიდევ ბევრი რამ შეიძლება ითქვას, თუმცა ამას სჭირდება მისთვის განკუთვნილი დრო და ადგილი. მე კი ბოლოს მინდა უბრალოდ თქვა ერთი რამ. ცნობილია, რომ სამყაროში არსებობს ორგვარი მკითხველი. ერთი, რომელსაც აინტერესებს ინფორმაცია და ამ ინფორმაციის მიღებით არის კმაყოფილი და მეორე, რომელსაც აინტერესებს ის სიღრმეები, რომელიც ამ ინფორმაციის მიღმა იგულისხმება. ლიტერატურათმცოდნეები აღიარებენ, რომ ჰომეროსი სწორედ იმიტომ არის გენიოსი, რომ მკითხველთა ორივე დასს აკმაყოფილებს. ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე გამოვიდოდა ბერძნული ცივილიზაციის ახალი და შევსებული გამოცემა, რომლის შესახებაც ჩვენ უკვე ველაპარაკეთ. ბერძნული ცივილიზაციის ეს ახალი ნაკვეთი, რომლის დაწერის პირობაც ბატონ რისმაკს დიდი ხნის წინ ჰქონდა დაგებული, მე ყოველთვის ვფიქრობდი და ჩემს სტუდენტებს, მსმენელებსაც ვესაუბრებოდი იმის თაობაზე, რომ ბატონი რისმაკის განსაკუთრებული დამსახურება ქართველი განათლებული საზოგადოების წინაშე არის ის, რომ მისი ეს შრომა მნიშვნელოვანია ორივენაირი მკითხველისათვის. იმ ვებერთელა სამყაროს წარმოდგენა ისე, რომ მკითხველმა მეცნიერულ წიაღსვლებთან ერთად მიიღოს ესთეტიკური სიამოვნებაც, მხოლოდ დიდოსტაც ხელეწიფება
და ასეთია ჩვენი მაესტრო ბატონო რისმაკ. აღარ გავაგრძელებ. ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები ისაუბრებენ იმის დანარჩენზე. მე კი მინდა მოგივეცოთ ეს ჩვენი და თქვენი დიდი ხნის ოცნების დაგვირგვინება ამ ახალი დამასრულებელი წიგნის გამოცემა, რომლის ღირსებებზე, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი საუბარი შეიძლება, მაგრამ ეხლა ამის დრო არ არის, თუმცა ამაზე მე მგონი საკმაოდ დეტალურად ისაუბრებს თქვენი სტუდენტი ახალი თაობიდან ირინა. დიდი მადლობა. ნანა, დიდი მადლობა ასეთი ზუსტი შეფასებებისათვის და მართლა ძალიან ბევრი რამ არის სათქმელი იმათგან ვინც წაიკითხა ეს წიგნი და მეც ვიკავებდი თავს, რომ ძალიან არ გამეგრძელებია საუბარი. ირინას მხოლოდ სათქმელი ექნება ამ წიგნთან დაკავშირებით. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა ნანასაც და თინასაც. ანუ ბატონ რისმაგმაც რომელმაც შემომთავაზა დღეს თქვენს წინაშე გამოსვლა. მინდა გითხრათ, რომ მეტწილად დაპატივი, რომ შარშან 1 წლის წინ მე საუბრა ბერძნული ცივილიზაციის პირველი და მეორე ტომის შესახებ, რაც ჩემთვის გაცილებით უფრო მარტივი იყო. ვინაიდან ეს გახლდათ სახელმძღვანელო ნაშრომი, მართლა სამაგიდო წიგნი, რომლითაც ვასწავლიდი 1997 წლიდან, ანუ ძალიან დიდი ხანი. ვასწავლიდი ბერძნულ ცივილიზაციას, ანტიკური კულტურის ისტორიას, შემდგომ ამ საგანს ჩემს მერე უძღვებოდნენ ეკა კოპახიძე და დღემდე უძღვებიან ეკა კოპახიძე და ზაზა ხინთიფიძე, თუმცა ბოლო პერიოდია მე ამ ბერძნული ცივილიზაციის პირველ და მეორე ტომებს აქტიურად ვიყენებდი კლასიკური ფილოლოგიის შესწავლის სწავლებისას, ვინაიდან ვერ წარმომიდგენია ამაზე უფრო კარგი სახელმძღვანელო ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ახალი თაობა სტუდენტები შეიყვანო ანტიკურობის საოცარ სამყაროში. და ვინაიდან ამას ძალიან დიდ ხანს ვაკეთებდი, უფრო ადვილი იყო. ძალიან რთულია და მართლა გამოწვევა ვისაუბრო იმ წიგნის შესახებ, რომლის წაკითხვაც მხოლოდ ერთხელ მოვასწარი, მაგრამ როგორც ჩანს, ეს სხვაზე მეტად გამიმართლა. და მე შევეცდები, რომ ჩემი შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ, მაგრამ სანამ ამ ჩემს შთაბეჭდილებებს გაგიზიარებდეთ, მინდა ერთ ფაქტზე გავამახვილო ყურადღება. ამ წიგნის გამოსვლა არ არის უბრალოდ ბატონი რისმაგის მორიგი ნაშრომი, ძალიან განედურებულები ვართ. ეს წიგნი გამოიცემა ბატონი რისმაგის საიუბილეო წელს. ანუ ეს არის როგორც ტრადიციულად შეოდა ბატონ რისმაგს მისი ასე ვთქვათ ანგარიში იუბილესთან დაკავშირებით. და მე მგონი წლის ბოლოს რომ ჩვენ ბერძნული ცივილიზაციის მესამე ტომის პრეზენტაციას ვესწრებით, ეს ნამდვილად სიმბოლური ფაქტია და ნუ კიდევ ერთხელ აღნიშნავთ ბატონი რისმაგის იუბილეს მისთვის ჩვეული საანგარიშო ფორმით, თუ შეიძლება ასე ითქვას. შარშია, როდესაც ბერძნული ცივილიზაციის პირველ და მეორე ტომზე გესაუბრეთ, მე ესეთი ფორმა მოვნახე, თქვი, ასე ვთქვათ, წარმოგიდგინეთ ის 10 ეპითეტი, ის 10 სიტყვა, რომლითაც დავახასიათებდი ბერძნული ცივილიზაციის პირველ ტომს და მე მინდა ეს თქვენ გაგახსენოთ, თუმცა თქვენი ძალიან დიდი ნაწილი ესწრებოდით მაშინდელ წარდგენას. პირველი და მეორე ტომის შესახებ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის საუკეთესო, მნიშვნელოვანი, ინფორმატიული, თანამედროვე, სახელმძღვანელო, გზამკვლევი, ელინოფილური, პოპულარული, კლასიკური და ბოლოს ლეგენდარული. ასეთი იყო პირველი და მეორე ტომი. იმ პირველი შთაბეჭდილებით რაც მხოლოდ ერთხელ წაკითხვით დამრჩა, მე მოვიფიქრე 10 სიტყვა, 10 ტერმინი, რომლითაც დავახასიათებდი ბერძნული ცივილიზაციის მესამე ტომს. და ესენია: ნანატრი, სახელმძღვანელო, მულტიდისციპლინური, მეცნიერული, აქტუალური, ორიგინალური, შთამბეჭდავი, შემაჯამებელი, უნიკალური და ბოლოს 4D განზომილების. და რატომ მგონია, რომ ეს წიგნი არის 4D განზომილების, ამას ცოტა ხანში მოგახსენებ, დარწმუნებული ვარ, ეს ყველაზე უფრო უჩვეულოდ გეჩვენებათ. ნანატრი არის იმიტომ, რომ როგორც უკვე ითქვა, ჩვენ ამას ველოდებოდით, მე ჩემი ბავშვობიდან, ნუ დანამთავრებლად 30 წელიწადზე მეტი ველოდებოდით და აქამდე ანტიკური სამყაროს, ანტიკური ცივილიზაციის სწავლება ქართულ ენაზე სწავლება, მე ამას ვიმეორებ, არ იყო სრულყოფილი.
ანუ ჩვენ აქამდე სახელმძღვანელო, რომელშიც ელინისტური პერიოდის გვიან ანტიკურობის სხვადასხვა ასპექტები იქნებოდა ესე სრულყოფილად სიღრმისეულად განხილული, გვჭირდებოდა ხოლმე ბევრი სხვადასხვა წყაროს დასახელება და მაინც ასეთი კარგ შედეგამდე ვერ გავდიოდით. ესე ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, დანაკლისი და ვაკუუმი არსებობდა და მანატრის სახელმძღვანელოთი ეს სერიოზული ვაკუუმი ჩვენ შევავსეთ. უკვე ითქვა, რომ ეს არის სახელმძღვანელო და წინამორბედი ტომებისაგან განსხვავებით ეს არის სახელმძღვანელო სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისთვის. არ არის შემთხვევითი, რომ ხელოვნებათმცოდნეებმა მოიკითხეს უკვე თავიანთი ბიბლიოთეკისთვის. ანუ ამით ისწავლობდნენ და მესამე ტომითაც ისწავლიან, რა თქმა უნდა, ისტორიკოსები, ფილოლოგები, ხელოვნებათმცოდნეები, არქეოლოგები, თეატრმცოდნეები, მაგრამ წინა ორი ტომისგან განსხვავებით მესამე ტომში შემოდის უკვე ისეთი თემატიკა, რომ ის საინტერესო ხდება ახალი, ასე ვთქვათ, სეგმენტისთვის და ესენი არიან განათლების სპეციალისტები, რადგან საგანგებო თავი ეთმობა პედაგოგიურ საკითხებს, ელინურ წარმოდგენებს, აი ამ აღზრდის და განათლების საკითხებზე და მათ მნიშვნელობას თანამედროვე საგანმანათლებლო თეორიების კონტექსტში. ასე რომ უკვე ახალი სეგმენტი ემატება ბატონი რისმაკის მკითხველთა მრავალრიცხოვან არმიას. როგორც მოგახსენეთ, ეს არის მულტიდისციპლინური, რასაც განაპირობა უფრო მეტად მულტიდისციპლინური, უფრო მეტი დისციპლინის მომცველია, ვიდრე პირველი და მეორე ტომი გახლდათ და ეს არის განპირობებული თვითონ ელინისტური პერიოდის მრავალფეროვნებით და ასევე მისი სინკრეტული ხასიათით და რის შესახებაც დღეს უკვე ითქვა. ნაშრომი მოიცავს ისტორიას, ხელოვნებას, პედაგოგიკას, მეცნიერებას როგორც კულტურის ერთ-ერთ სფეროს და ესე ძალიან მნიშვნელოვანი დამატებითი ასპექტია. ფილოლოგიის მეცნიერებად ფორმირების საწყისებს, ფილოსოფიას, ისტორიოგრაფიას, ორატორულ ხელოვნებას. შემდეგი ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ეს არ არის უბრალოდ სახელმძღვანელო, ეს არ არის წიგნი, რომლითაც უბრალოდ თანამედროვე მკითხველი, ფართო საზოგადოება მიიღებს ცოდნას, ინფორმაციას ანტიკური სამყაროს შესახებ. ეს იმავდროულად არის მეცნიერული შრომის დაყოფი. ჩვეულებრივ ესეთი კომპილაციური ტიპის ნაშრომების უკან არ დგას ხოლმე ინდივიდუალური, ორიგინალური სამეცნიერო მიღწევები. ისიც გამოირჩევა ბატონი რისმაკის სამივე წიგნი, მაგრამ განსაკუთრებით მესამე ტომი. ანუ ბატონი რისმაკი სამივე ტომში წარმოგვიდგენს თანამედროვე უახლეს მიღწევებს ბერძნულ ცივილიზაციასთან დაკავშირებით, ანუ კლასიკური სიძველეცოდნეობის განვითარების უახლეს ტენდენციებს, ანტიკური სამყაროს კვლევების განვითარების ანალიტიკურ ხაზს და ამავე დროს გვთავაზობს თავის მეცნიერულ ნააზრებსაც. პირველ ტომში ეს იყო განსაკუთრებით აქტუალური, ვთქვათ, აქ იყო წინაბერძნულის და ქართველურის ურთიერთმემართებები, აქ იყო ჰომეროლოგია, რითიც არის ცნობილი ბატონი რისმაგი, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც და სიმართლე გითხრათ, არ ველოდებოდი, რომ მესამე ტომში წარმოჩნდებოდა ბატონი რისმაგი, როგორც კვლავ და კვლავ თავისი ორიგინალური სამეცნიერო მიღწევებით და მიგნებებით. მე რამოდენიმე ფაქტორზე გაგიმახვილებთ ყურადღებას, ეს არის ის ორი კვეთავი, რომლის შესახებაც ბატონმა რისმაგმა უკვე მოგახსენათ, ფიგურული ლექსები და ლიტერატურული ტექსტით თამაშის ექსპერიმენტები და ეს არის ორი თავი, რომელიც ბატონი რისმაგის რამოდენიმე წლის წინ გამოცემულ სამეცნიერო ნაშრომს ეყრდნობა და ეს გახლავთ ინოვაცია, ფორმალიზმი, ავანგარდი ანტიკურ ლიტერატურაში და ეს არის ერთადერთი ნამუშევარი ქართულ ენაზე შექმნილი, რომელიც ანალოგიურ საკითხებს მეცნიერულად განვიხილავს და აქვე გამოვყოფდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ასპექტები. ეს არის მისი თავი, გვიან ანტიკურობა, როგორც კულტურის ისტორიის პერიოდი. ბატონმა რისმაგმა შემოგთავაზა თავისი ორიგინალური ხედვა გვიან ანტიკურობის გააზრებასთან და პერიოდიზაციასთან დაკავშირებით და ასევე საყურადღებოა ბატონი რისმაგის მოსაზრებები და მისი ხედვა ორატორული ხელოვნების თეორიული და პრაქტიკული ასპექტების შესახებ, რომელიც მან, ასე ვთქვათ, ზონის შესახებ მან ისაუბრა და უნდა ითქვას, რომ აი სწორედ ეს ასპექტი გამოარჩევს ბერძნულ ცივილიზაციას ანალოგიური ფორმატის და მიზანდასახულობის სხვა საერთაშორისო ანალოგებისგან და ნუ ქართულად მას ანალოგია არ მოეპოვება, ამაზე ჩვენ ყველანი თანხმდებით.
ბერძნული ცივილიზაციის მესამე ტომი არის უაღრესად აქტუალური, რადგან იგი წარმოგვიდგენს ანტიკურობის ცალკეულ ასპექტებს, როგორიც არის, რაც ვახსენეს ლიტერატურაცოდნებით საკითხი, თქვა ფიგურალური ლექსი იქნება თუ ლიტერატურული ტექსტის თამაში და ასევე აღრძელობითი თეორიები, რომლებიც მნიშვნელოვანია სხვადასხვა მიმართულების, სხვადასხვა სფეროს მეცნიერული პრობლემების გადაჭრის სფეროში. ამდენად ეს არის ნაშრომი მეცნიერული თვალსაზრისით აქტუალური სხვა მომიჯნავე თუ არა მომიჯნავე დარგებისთვის. ბერძნული ცივილიზაციის მესამე ტომი არის ორიგინალური არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბატონ ბისმარკი თავის ორიგინალურ თვითმყოფად იდეებს, მეცნიერულ იდეებს წარმოგვიდგენს, არამედ მე ამ ტერმინს ორიგინალურს გამოვიყენებ დღეს განსხვავებული მნიშვნელობითაც, როგორც რაღაც განსხვავებულს თვითმყოფს და გამორჩეულს და ეს მინდა ეს განსაკუთრებით შეეხება წიგნის თავებისა და ქვეთავების სათაურებს. ანუ ეს არის წარმოუდგენელი ოსტატობით შერჩეული. ანუ თითოეული სათაური არის არა მშრალი ფრაზა, არამედ შესაბამისი თავისა თუ ქვეთავის ანალიტიკური რეზიუმე, თუ შეიძლება ასე ითქვას და რამოდენიმე მაგალითს დაგისახელებ. ანუ თავისი მეტყველი სათაურებისა. მოქანდაკეები მიწაზე ეშვებიან. უმრავლებული ფილოსოფიური მიმართულებები. ახალი ქალაქები და ძველის ახალი სიცოცხლე. აქტიურიდან სასკოლო მჭევრმეტყველებამდე და სხვა. ანუ არსებითი, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი ანალიტიკური ასპექტები ამა თუ იმ საკითხის, თვითონ სათაურებშიც არის გაცხადებული. კიდევ ერთი ასპექტი, რაც მინდა გავამახვილო ყურადღება და ერთ-ერთი ტერმინი, რითაც მე დავახასიათებდი ბატონ ბისმარკის ბერძნული ცივილიზაციის მესამე ტომს, გახლავთ შთამბეჭდავი. ну გასაგებია რომ ეს არის შთამბეჭდავი პრობლემატიკის, თემატიკის და მასშტაბის გათვალისწინებით, მაგრამ ეს არის უაღრესად შთამბეჭდავი ვიზუალური თვალსაზრისითაც. აქ არის 190-მდე ძალიან მაღალი ხარისხის ილუსტრაცია, თუ სწორად ავთვალე 188 ილუსტრაცია. წინამორბედ ტომები, ну ბაკუს სულაკაურის გამომცემლობის განმეორებით გამოცემაში ეს რა თქმა უნდა იყო უკვე, მაგრამ ზოგადად ასე კარგად, ასე მდიდრულად ილუსტრირებული გამოცემებით ნამდვილად არა ვართ განებივრებული, ამ ხრივად ძალიან შთამბეჭდავია და განსაკუთრებული მადლობა სულაკაურის გამომცემლობას, რომელმაც შეძლეს ნამდვილად გამომცემლობის დამსახურება. კიდევ ერთი, რაც გამოარჩევს აღნიშნულ მესამე ტომს, გახლავთ ის, რომ ეს არის შემაჯამებელი გამოცემა. ეს აგვირგვინებს, აჯამებს ბერძნული სამყაროს, ბერძნული კულტურის მიერ მრავალი საუკუნის მანძილზე გამოგზას და იმავდროულად ქმნის საფუძველს შემდგომი პერიოდის, არა მხოლოდ ანტიკური, არამედ დასავლური და აღმოსავლური სამყაროების სიღრმისეულად და ანალიტიკურად გასააზრებლად. ამ თვალსაზრისით კვლავ და კვლავ დაუბრუნდები და გამოვყოფ ბოლო თავს, გვიან ანტიკურობა როგორც კულტურის ისტორიის პერიოდი და ეს თავი არის ათვლის წერტილი ისეთ თემებზე სამსჯელოდ, როგორიცაა ევროპა, აზია, ინტეგრაცია, დეзинტეგრაცია და სხვა. ეს არის თემები, რომლებიც აქტუალობას არათუ იკლებს, არამედ უფრო და უფრო მატულობს. ძალიან ბევრი რამე ითქვა გამორჩეულობაზე და შეიძლება ითქვას და აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ეს არის უნიკალური წიგნი და ვინაიდან, რატომ არის უნიკალური? ეს არის ერთადერთი ნაშრომი, რომელიც სრულყოფილად, როგორც დესკრიფციულად, ისე ანალიტიკურად, მულტიდისციპლინურად წარმოგვიდგენს ანტიკურ სამყაროს და ეფუძნება არა მხოლოდ სხვა მეცნიერთა ნააზრებს, არამედ თავად ავტორის ორიგინალურ სამეცნიერო ნაშრომებს. და ბოლო ეპითეტი თუ ტერმინი, რომელიც გამოვიყენე ამ წიგნთან დაკავშირებით, არის 4D. თქვენი აზრით, რატომ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის 4D განზომილების წიგნი? 3D განზომილება შემიძლია გიკარნახოთ, რა შეიძლება იყოს. ეს არის სწავლება, ეს არის კვლევა, მეცნიერება, ეს არის ფართო საზოგადოების განათლება. რა შეიძლება იყოს ის მეოთხე განზომილება, რომელიც აქვს ამ წიგნს და არა აქვს მის წინამორბედ ტომებს? ხომ არ არის იდეა? ну აუდიტორიაში რო ვიყოთ, ამ კითხვაზე პასუხის მიღება გაცილებით უფრო გამიადვილდებოდა, მაგრამ იქნებ ახლა ზუმის საშუალებითაც იყოს შესაძლებელი, რამე იდეას ხოლმე შემომთავაზებდით. ისმენთ?
რა არის ის მეოთხე განზომილება, რაც აქვს მე-13 ტომს და არ ქონდათ მის წინამორბედ 2 ტომს? ირინა, ნუსარგებლო ბოროტაც ჩვენი მოთხოვნები. იდეა შეიძლება დაკავშირებული იყოს თვითონ ავტორსა და მწერალს შორის არსებულ კავშირზე. აი ავტორი მე ვარ, მაგრამ მწერალი არის სხვა. და განზომილება როგორ გადმოცეთ, აი ამასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. ერთი განზომილება, რომელიც შეიძლება იყოს, არის იდეა, მშვენიერი, კიდევ სხვა იდეა ხომ არ არის? მაშინ მე მოგახსენებთ მოგზალებულად ჩემ აზრს, ეს არის ახალი განზომილება, არის ეგრეთ წოდებული პოზიტიური ფსიქოლოგია, თუ პოზიტიური ფსიქოთერაპია და კოუჩინგი. და ეს არის ორი მიმდინარეობა, ძალიან პოპულარული, ძალიან მოდური და სხვათა შორის გარკვეულ თანხებთან დაკავშირებული. და რატომ უკავშირებ ამ წიგნს პოზიტიურ ფსიქოლოგიასა და კოუჩინგს, ეცდები გაგიზიაროთ. პოზიტიური ფსიქოლოგია ცდილობს გახსნას ადამიანის ბუნებრივი შესაძლებლობები და დაეხმაროს მას სრულყოფილი ცხოვრებისეული გამოცდილების დაგროვებაში. სამყაროს პოზიტიური ასპექტების გააზრებაში. ხოლო კოუჩინგი ეხმარება ადამიანებს მოტივაციის ამაღლებაში, საკუთარი პოტენციალის გამოყენებასა და რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, გამოწვევების დაძლევაში. ბერძნული ცივილიზაციის მე-13 ტომი დაიწერა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების გადალახვის შემდეგ, პანდემიის და ლოკდაუნის პირობებში. ანუ მაშინ, როდესაც სამყაროს გარკვეული ნაწილი გაჩერდა, თითქოს აი დაპაუზდა, ამ დროს ბატონი ბისმარკი წერდა თავისი ბიოგრაფიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებს. შეიძლება ითქვას, რომ ბერძნული ცივილიზაციის მე-13 ტომმა შეასრულა პოზიტიური ფსიქოთერაპიისა და კოუჩინგის როლი და მან მოგვცა ძალიან დიდი სტიმული, მოტივაცია და კონკრეტული მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა შევუშინდეთ დაბრკოლებებს, რომ ემერიტუსობა ეს არის შემოქმედებითი წარმატებების მხოლოდ დასაწყისი და პანდემია არის კრიზისი, რომელიც შეიძლება და უნდა შესაძლებლობად ვაქციოთ და გამოვიყენოთ. ძალიან დიდი მადლობა ბატონო რისმაკ ყველაფრისთვის და აი ამ ახალი საჩუქრისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი საჩუქრისთვის, რომელიც გაუკეთეთ საკუთარ თავს თქვენ საიუბილეო წელს და ყველას, ვინცაც გვიყვარს და ვინც სწავლობთ და ვასწავლით ანტიკურ სამყაროს. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ბავშვობიდან ზოგადად რისმაკ გორდეზიანის ბერძნული კულტურა გვედო წინ და ძალიან დიდი ხანია დაინტერესებული ვარ ბერძნული კულტურით და ძალიან კარგად ვიცნობ და როდესაც დავინახე ძალიან გამიხარდა. დიდი სიურპრიზი არის და საჩუქარი არის, სასწაული არის, თავარი არის. იმედია კარგად სუსტად შევძელი რისი თქმაც მინდოდა გადმოცემა და ძალიან დიდი მადლობა აი ამ შესანიშნავი საღამოსთვის. დიდი მადლობა ირინა, რომ გამოყავი ასე რელიეფურად მე-13 ტომის მნიშვნელობა. ბატონმა რისმაკმა აღნიშნა, რომ ამ ტომის დაწერა განსაკუთრებით რთული იყო და მართლაც მისი სინკრეტიზმის გამო, სინკრეტული ბუნების გამო და ამის გამო დასავლეთშიდაც ეს პერიოდი ასე სისტემური თვალსაზრისით ნაკლებად არის წარმოდგენილი, ნაკლებად არის შესწავლილი. ამ მხრივაც ეს არის განსაკუთრებული ღირებულების ნაშრომი, რომ ჩვენ დღეს ქართულად გვაქვს ეს სამტომეული, გვაქვს კერძოდ ეს მე-13 ტომი, ძალიან ბევრი ერი ვერ დაიკვეხნის ამით. დიდი მადლობა ბატონ რისმაკ ამისთვის და მე გადავდივარ შემდეგ მომხსენებელთან, ვისაც უნდა გამოსვლა ეკა კობახიძე. მოგესალმებით ყველას კიდევ ერთხელ. ძალიან საინტერესოდ იმსჯელეს, ისაუბრეს და ფაქტიურად ამომწურავად წარმოადგინეს ბატონ რისმაკ გორდეზიანის ეს შესანიშნავი ნაშრომი. ძალიან გამიჭირდება ხა ამ ფონზე მე გითხრათ ჩემი სათქმელი, ეცდები უფრო ემოციური და ლირიული იყოს ეს ვიდრე საქმიანი, რაღაცნაირად შევენაცვლოთ ერთმანეთს. მინდა ვთქვა, რომ ბერძნული ცივილიზაციის ამ ტომს, რომელიც მოიცავს ელინისტური ეპოქიდან გვიან ანტიკურობამდე პერიოდს,
ბევრი ჩემი კოლეგა და ეს არაერთხელ აქ ითქვა, მოუთმელად ელოდა და ველოდი მეც, რადგან მინდა გითხრათ, რომ ანტიკური კულტურის მწვერვალების სწავლების აი ამ კურსის ფარგლებში გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ მეუფლებოდა უხერხულობა სტუდენტებთან, რადგან ამ პერიოდის სწავლებისას არ შემეძლო მიმეთითებინა ქართულ ენაზე არსებული სრულყოფილი სასწავლო მასალა. თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გვერდს, ისევ ბატონ რისმაგის და მაია დანელიას სახელმძღვანელოდან შესავალი კლასიკურ ფილოლოგიაში. ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ველოდი ამ წიგნს, თუმცა მაქვს მეორე მიზეზიც, რასაც ოდნავ მოგვიანებით მოგახსენებ. ორიოდე კვირის წინ მივიღე საჩუქრათეს წიგნი და მისი სამჯერ წაკითხვა მოვასწარი ბატონო რისმაგ და დარწმუნებული ვარ არაერთხელ დაუბრუნდები, რადგან ამ ურთულესი ეპოქის შესწავლისთვის მივაგენი ნამდვილ არიადნეს ძამს, რომელიც ისე უსაფრთხოდ გამოგიყვანს ამ უაღრესად მრავალფეროვანი, მრავალსახოვანი პერიოდის ლაბირინთებიდან, რომ ბუნდოვანების, მეცნიერების, თუ შეიძლება ასე ითქვას, ამ საშიში მინოტავრის სუნთქვასაც ვერ გაგრძნობინებს. ირინამ ძალიან კარგად ილაპარაკა წიგნის სტრუქტურაზე, რაზეც მე ახლა არ შევჩერდები, ან საოცარი აღმაფრენი დაწერილ ქვესათაურებზე, რომლებიც მკითხველის ინტერესის გაღვიძების გარდა ზუსტად ასახავენ ამ ეპოქის ძირითად კონცეფციებს. და საერთოდ ყველაფერი, რაც ალექსანდრეს მიერ, თუ შეიძლება ითქვას, გაღებული კარიდან შემოიჭრა ბერძნულ კულტურაში და მისი საოცარი მეტამორფოზა გამოიწვია, მიუხედავად იმისა, რომ ბატონო რისმაგმა აღნიშნა, რომ ეს ტომი ძალიან რთულად იწერებოდა, შედეგი საპირისპირო დადგა უბადლო სიმარტივით და ამავდროულად სიღრმისეული ანალიზით გამოირჩევა. და ისე მსუბუქად აწვდის ძალიან რთულ საკითხებს მკითხველს, რომ პირდაპირ ამ ოსტატობის წინაშე ძნელია გაოცება არ გამოხატო. და ყველა სფერო, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია და საჭიროა ამ ეპოქის საფუძვლიანად შემსწავლელმა რომ იცოდეს, არის ეს ისტორია, არქიტექტურა, ხელოვნება, ეს უკვე ჩამოთვალე ჩემმა კოლეგებმა, აი ყველაფერი არის განმარტებული, აი ერთდროულად პოპულარულიც არის, მაგრამ ამავდროულად საოცარი სიღრმით გამოირჩევა და არ მინდა დაგღალოთ და ბოლოს იმ მეორე მიზეზზე მინდა ვთქვა, რის გამოც ამ ტომის გამოსვლას ასე მოუთმელად ველოდი. ვიცი, რომ ბატონი რისმაგი აქ არ ასრულებს, თვითონაც თქვა სერიაზე მუშაობას და როგორც მან ამ წიგნის მიძღვნაზე მიმიწერა, ეტრუსკების მოლოდინით ცხოვრობს ბატონო რისმაგი. და იმედი მაქვს, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მალე ჩემთვის აგრერიგად მნიშვნელოვანი კიდევ ერთი უაღრესად საინტერესო წიგნი მალე გამოვა და ისევე გაიკვალავს გზას მკითხველისკენ, როგორც ეს დანარჩენმა სამმა ტომმა შეძლო. და დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ კიდევ ერთხელ ბატონო რისმაგ და კოლეგებო ყურადღებისათვის. დიდი მადლობა. ბანო ვალერი, ჩვენს ბიზანტინისტებსაც გვეთქმის რაღაც სიტყვა მესამე ტომთან დაკავშირებით. თუ შეიძლება, გაქვთ სურვილი. ვალერი, ჩართე მიკროფონი. მოგესალმებით, ახლა ისმის? ისმის. ჩემი კოლეგების შესანიშნავი გამოსვლები მათ თავისუფლებს მრავალსიტყვაობისგან. ძალიან ბევრი რამ ითქვა, მაგრამ გაცილებით მეტია კიდე სათქმელი. სათქმელში მეგულისხმობ ბატონი რისმაგის მრავალმხრივ მოღვაწეობას, მრავალწლიან მოღვაწეობას, მრავალ ასპექტიან შემოქმედებას და მე მახსენდება 1970 წელი, როდესაც გამოვიდა ილიადა და ეგეოსური მოსახლეობის ისტორიისა და ეთნოგენეზის საკითხები, როგორი ინტერესით ავიტაცეთ სტუდენტებმა ეს წიგნი და ეს ინტერესი დღემდე არ შენელებულა, არც პანდემიამდე და არც პანდემიის შემდეგ.
ეს ყველაფერი ეს პროცესი გრძელდება და ბატონ რისმაგი გვანებიერებს თავის წიგნებით. წიგნი არის ძალიან მრავალისმომცველი, არაჩვეულებრივად არის წარმოჩენილი ისტორიული პანორამა. არა ტრადიციულად, არა ბუნებრივია, არა გაცვეთილი ფორმებით, რასაც ჩვენ მიჩვეული ვართ, იმ ზღვა ლიტერატურაში, რომელიც შექმნილია ამ პრობლემაზე, ამ პერიოდზე, ისტორიის, კაცობრიობის ისტორიის, აქ არის საკუთრივ გორდეზიანისეული ხედვა. მაღალი ესთეტიზმით აღბეჭდილი თხრობა, ღირსაცნობელი და ღირსახსოვარი თხრობა იმ საოცარი პერიოდის შესახებ, რომელსაც ქვია გვიანანტიკური პერიოდი, ერთი შეხედვით თითქოს დეკადანსი, მაგრამ გადასული სხვა ხარისხში და სხვა თვისებაში. არაჩვეულებრივად აკავთ ბატონ რისმაგ მოძებნილი აი ეს ხიდები, რომელიც აკავშირებს ანტიკურობას ახალ იდეოლოგიასთან, ქრისტიანობასთან, ახალ სომხედվածთან, ახალ ბრწამსთან, ახალ შეხედულებებთან. არაჩვეულებრივად არის დახატული ეს პროცესი, ეს ბინარული ევროპა-აზიის ოპოზიციის ფაქტორი მხედველობაში, რომელსაც თქვენ არაერთხელ გამოყოფთ თქვენს წიგნში და ძალიან საინტერესოა, როდესაც თქვენ მსჯელობთ ამ სხვა კულტურებზე, რომლებიც ესე იგი შემდგომ უკვე ალექსანდრე დიდის ეპოქაში და ელინისტურ ეპოქაში შემოიჭრა და შეზავდა თუ შეიძლება ის ვთქვათ ანტიკურ აზროვნებასთან ამ სივრცეში, წარმოჩენილი არის კავკასიის ხალხების როლიც და იქ თქვენ ფასისის აკადემიის, ფასისის რიტორიკული სკოლის მაგალითიც მოგაქვთ და ამ თვალსაზრისითაც ეს წიგნი ამდიდრებს ვთქვათ მკითხველის წარმოდგენას ამ ეპოქის შესახებ. ძალიან საინტერესოა და ძალიან ორიგინალური. მე ვიტყოდი, აი თქვენს ქურაშია გატარებული ის პრობლემატიკა, რომელიც დაკავშირებულია ბიზანტიური ესთეტიკასთან, ადრე ბიზანტიურ ესთეტიკასთან, ხატწერასთან, რომლის საფუძვლებს ჩვენ ვაწყლებით პომპეიში და სხვა სივრცეებში. ამ თვალსაზრისითაც ძალიან საინტერესო მსჯელობებია წიგნში წარმოდგენილი. ქრისტიანული კულტურის არგუმენტების შესახებ, როცა ლაპარაკობთ თქვენ ბინარულ ოპოზიციაზე, აი ეს არის, მე ვფიქრობ, სრულიად ახლებური დამოკიდებულება. ჩვენ იმ ლიტერატურაში ვთქვათ, რომელზეც ჩვენ ხელი მიგვეწდება, როდესაც დასაბუთებული არის და ნაჩვენები არის ანტიკურობის სახით. მე მოგახსენეთ, რომ მნიშვნელოვანია, რომ ამ მულტიდისციპლინარულ და ამ ყოვლის მომცველ და მრავლის მომცველ მსჯელობაში თავის ადგილს იკავებს აღმოსავლეთის ელემენტი და კარგად არის ეს დანახული და წარმოჩენილი. პარალელური თამდევი მოვლენა, რომელიც სხვა კულტურის ციკლის აბსოლუტურად განსხვავებულ ტენდენციებთან იყო დაკავშირებული წერთ თქვენ, როდესაც ვსჯელობთ ადრე ქრისტიანულ, ადრე ბიზანტიური კულტურის შესახებ. ეს წიგნი გამოირჩევა ჩემთვის იმით, რომ მასში ნატიფი სტილით, მეცნიერული აკრიბიით ჩამოყალიბებული არის ყველა ის პრინციპი და გამოკვეთილი არის ის ტენდენციები, რითაც შეიძლება შეფასდეს გვიანანტიკურობა და ადრე ბიზანტიური ხანა. ამ თვალსაზრისით ეს არის უნიკალური წიგნი. მე მინდა მოგილოცოთ ბატონ რისმაგ ეს არაჩვეულებრივი გამოცემა, მადლობა მოვახსენო ყველას, ვის თქვენ მხარში გედგათ და დარწმუნებული ვარ, რომ როგორც სხვა წიგნები, ესეც სამაგიდო წიგნი იქნება თაობებისთვის. თქვენ იქ, როდესაც ვსჯელობთ ახსენებულ პერიოდზე, ამბობთ, რომ დამთავრდა ეს ისტორიული ეპოქაო და ჩვენთვის, ესე იგი, ქართული კლასიკური ფილოლოგიის მამების, მოწაფეებისთვის და მოწაფეთა მოწაფეებისთვის თაობების და მათ შორის განსაკუთრებით თქვენი დამსახურებით არასოდეს არ დამთავრდება ანტიკურობის საქმე, ანტიკურობა ყოველთვის იქნება ჩვენთვის აქტუალური ყველა მის ფაზაში, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის დანახული არაჩვეულებრივი მეცნიერული სიღრმით, არაჩვეულებრივი სინატიფით და სიყვარულით იმ სამყაროს მიმართ, რომელიც ყოველთვის იქნება მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში. ეს მინდოდა მეთქვა. დიდი მადლობა ბატონი ვალერი, ძალიან საინტერესოდ საუბრობდა. ჩვენი კუთხით გვიან ანტიკურობისა და აი ადრე ქრისტიანული პერიოდის
ადრე ბიზანტიური პერიოდის მიმართებების საკითხებზე. დიდი მადლობა. არ ვიცი, ბატონ როინს თუ შეიძლება შევთავაზო, თუ კი სურვებდა გამოსვლას. მე მგონი არის მის ბატონო როინ არის მის. ბატონო როინ მიკროფონი უნდა ჩართოთ, მიკროფონი. ესე იგი არის მის, ხო. შეიძლება მიკროფონს უნდა ჩართვა გამოდან. აი წეგან ქონდა ჩართული და წეგან ჩართული იყო. კი. წეგან მე მითხრა დაგასწარი მე მოსვლაო და ისმის ძალიან დიდი მადლობა. ჩემი კმაყოფილება მინდა მოხდა ქალბატონი ანატოლიას და ქალბატონი ბილინა ნარჩიას საკმაოდ დეტალური და მომეჩვენა რომ ცოტა ონლაინ ფორმატიდან გასული იყო, მაგრამ უაღრესად საინტერესო იყო მათი მოხსენებები და როგორც ბატონო ვალერი თქვა, მე მათავისუფლებ ზოგიერთი სხვა საკითხია. თუმცა მე გახლავართ ის ადამიანი, რომელმაც წაიკითხა უკვე ეს წიგნი და მე მესამე ტომზე მინდა ჩემი შთაბეჭდილებები გითხრათ და არა ზოგადი ხასიათის, რაშიც მთლიანად ვეთანხმები იმენ ჩემს წინ გამოსვლებს. მე თავიდან იმის თქმა მინდა, რომ მე 60 წელია ერთად მოვდივართ რისმა გორდეზიანიდან მე და მთელი ამ ცხოვრების მანძილზე ყოველგვარი დაკვირვების გარეშე ჩანდა მისი დიდი შრომა, რასაც ის ეწეოდა, სხვათა შორის არაფერი ადამიანური არ მოუკლია მას, მაგრამ ის მაღალი დონის ნიჭი, ის მაღალი პროფესიონალიზმი ყოველთვის ამკობდა მას და ათეულობით მონოგრაფია და წიგნი აქვს გამოცემული მას, რისაც ულოცავ მას რასაკვირველია. მადლობა მინდა გამომცემლობის მიმართ გამოვხატო და ბატონო რისმაკ თქვენს სხვა რედაქტორებს გამორჩეულად მინდა ქალბატონი ლიას მადლობა უთხრა ჭინორიას, რომელიც თქვენ გვერდში გიდგა დღესაც და ბევრ კარგ საქმეს აკეთებს. ეხლა რაც შეეხება მესამე ტომს, მე მეორე ტომზეც გახდით და წინა ტომებზეც მივიღია მონაწილეობა პრეზენტაციებზე, მაგრამ სხვა საკითხებს მე საერთოდ ცივილიზაცია დაიწყო ბოლო დროს, ეს არც ისეთი ხანია ცივილიზაციების შესწავლა. არნოლდ ტოინბი დაიწყო ეს, შემდეგ ფრენსის ფუკუიამა, შემდეგ სამუელ ჰანტინგტონი და სხვები სწავლობდნენ, მაგრამ და სხვადასხვა მაგრამ ბერძნული ცივილიზაცია ყოველთვის გამორჩეული იყო და ამდენად აი ამ საკითხის გამოტანა ის რაც რისმაკმა გააკეთა ასეთი მაღალი დონით და ასეთი ეს არის წყინვალე რამ. რა შემიძლია ვთქვა? საერთოდ ზოგადად წიგნზე. წიგნი იკითხება არაჩვეულებრივად საინტერესოდ, ვერ მოწყვეტი მას, ეს გაინტერესებს იგი, ეს არის ულამაზესი ქართული და უმარტივესი ქართული დაწერილი წიგნი და ძალიან საინტერესო. ამაზე შევთავაზეთ წინასწარ და სხვა საკითხებს არ შევეხებით, ბატონო რისმაკ მე მომხიბლა თქვენმა ისტორიულმა პანორამამ და ისტორიოგრაფიის საკითხებმა. ახლა სხვა საკითხებზე აქ ილაპარაკესაც ორიო სიტყვათ ამაზე შევჩერდებით ჩემ პროფესიიდან გამომდინარე. პირველი რაც მე საერთოდ საინტერესო იყო ჩემთვის ეს არის პიროვნების როლზე ყურადღების მიქცევა თქვენი. ეს ახლა იყო პერიოდი, როდესაც აი პიროვნების როლს მიშვალავდნენ ადამიანები და ასე შემდეგ, მაგრამ გამორიცხულია უგულებელყოფა, ვთქვათ, იულიუს სეზარისა, ნაპოლეონ ბონაპარტისა, დავით აღმაშენებლის და თუნდაც ალექსანდრე მაკედონელის. ამ შემთხვევაში ჩვენ ალექსანდრე მაკედონელთან გვაქვს საქმე და აი ჩანს რომ რისმაგი ესე იგი, ეს რასაკვირველი ახლა ენილური კულტურა და ალექსანდრე მაკედონელის განუყოფელი ნაწილები ერთმანეთთან, მაგრამ ისტორიის თვალსაზრისით უაღრესად საინტერესო საკითხებს წამოწევს აქ. უაღრესად საინტერესო საკითხებს ეს. მარტო ის რომ ესე იგი მოგვაგონებს რომ 356 წელს დაიბადა ალექსანდრე მაკედონელი. ეს არის იმ დღეს დაიბადა, როდესაც არტემიდას ტაძარი ეფესოში დაწვეს, დელფოსის ტაძარი დაწვეს და არტემიდას იქ ესწრებოდა
შობას დაბადებას ალექსანდრე მაკედონელის და ამიტომ ჰეროსტრატეს დამსახურება გახლავთ ეს რაც უნდა აი რის მაგს ამაზე აქვს გამახვილებული ყურადღება და გეაქცევს იმასაც რომ მამამისი ფილიპე მეორე ეს იყო უაღრესად საინტერესო პიროვნებაც ძლიერი პიროვნებაც მაგრამ ესეთი დიქტატორი კაცი იყო და ესე იგი დაპირ გადალახული ხილიმია იმ დღეს როდესაც დაიბადა ალექსანდრე და როცა გადააჭერა მაშინ ერთ-ერთმა ახლობელმა კითხა მას რატო გაკეთებთ ამას და მიხარია რომ ბიჭი გაგიშთა არა უთხრა მე ის მიხარია რომ ის არისტოტელეს თანამედროვეა არა როგორც მხოლოდ ბიჭი აი რის მაგს დამოკიდებულება არისტოტელესა და ალექსანდრე მაკედონელის უაღრესად საინტერესო პროცესია. ეხლა თავის დროზე ალექსანდრე მაკედონელის მამასთანაც ხოდა კონფლიქტი მოიხსენიება რომ 7 ცოლი ყავდა იმას და ერთ-ერთი ცოლის შერთვის დროს ერთ-ერთმა ახლობელმა ცოლისამ უთხრა რომ აი ეხლა კი ნამდვილი მემკვიდრე დაგებადება შენ დახტისო უთხრა და ამაზე აღშფოთდა ალექსანდრე და შეურაცხყოფას მიაწერა მას მაგრამ არისტოტელესთან დაკავშირებით მოლიდებული იყო ეს ბატონელის მაგი აღნიშნავს ამას რომ როდესაც ეკითხებიან რომ შენ ვინახარ მე მამაჩემმა გამაჩინა მაგრამ ღირსება არისტოტელე მოსო იცით ეს ძალიან საინტერესოა ბატონის მაგს აღწერილი ალექსანდრეს ცოლის შერთვის ამბავი მანამდე როდესაც მან დაიპყრო სპარსეთი მოგეხსენებათ რომ გარდაიცვალა დარიოსის მეუღლე იქა დედოფალი გარდაიცვალა და უდიდესი პატივით დაკრძალა იგი ეს დააფასა თვითონ დარიოსმა და თქვა ჩემს მერე თუ კი ვინმე იქნება თავი კაცი სპარსეთისა უნდა იყოს ალექსანდრე მაკედონელი გაუგებარი და ესეთი ურთულესი დებულება წამოაყენა მან მაგრამ აქ მოხდა საინტერესო რამ და ეს აქ ბატონეს მაქვს უაღრესად საინტერესო დაწერილი რომ უცებ საერთოდ ქალების მას 350 კაციანი ქალებიანი არამხანა ყავდა მას და დიდი ინტერესი არ ქონია მას ქალების მიმართ ალექსანდრეს მაგრამ შეუყვარდა ეს როქსანა იქ ქალი რომელიც ესე იგი იცულებით მოახერხა ის რომ ჯვარი დაიწერა მასზე და აი ეს საინტერესო დეტალი იყო მას მოაბა ის რომ შემდეგ 10000 ბერძენს შეერთო 10000 მხევალი სპარსელი სწორედ ესა ძალიან საინტერესო გამოყენებული გრიგოლ რომაქიძეს რომელიც ამბობს რომ 2000 წლის წინ ალექსანდრე მაკედონელმა ბუცეფალით შემოაღწია ეკბატარა სყვითელ სანახებში იქორწინა დედოფალზე და გაქცეულ ურაკვის შლიქებზე ნაპირ გადალახული ხილი მიაბა 10000 მხედარს შეერთო 10000 მხევალი სამი წერტილი აქ არასოდეს გაგარეულა ხამიას ეხავადაში საინტერესოა და ისტორიული თვალსაზრისით და იკითხება ძალიან საინტერესოა მე აი ამას ვაქცევ ყურადღებას ეხლა რა მინდა რომ მოგახსენოთ ესე იგი ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ისტორიოგრაფიული ნაწილი თვითონ ფიქრობ რომ ესე იგი ფართოვდება ისტორიული ნაწილი აი ამ თავში ძალიან საინტერესოა წარმოგედგენი მასა სხვადასხვის ბევრი ისეთი ისტორიკოსი შემოხავს მან მიმოქცევაში და შედარებით რომელიც მანამდე არც ისე ცნობილი იყო ან ყოველი შემთხვევაში ძალიან მცირე ნაწილი ცნობილი და დღეს როდესაც ასეთი წიგნი გამოდის და ეს ავტორები შემოდიან ძალიან საინტერესოა მოკლედ ჩამოგიტყვით მხოლოდ ეს არის საერთოდ მოგეხსენებათ რომ საბერძნეთი და ისტორია ეს ერთად არის და ჰეროდოტე არის ჰეროდოტე ხალხი მამა არის ისტორიისა მოგეხსენებათ და აი ყველა შემდეგი ისტორიკოსები ბაზავდნენ ჰეროდოტეს მაგრამ აი ბატონელის მაგის დამსახურება ის არის რომ გამოხობს მაგრამ ზოგი ქრონოლოგიას აქცევს ყურადღებას ზოგი პიროვნული ისტორიას აქცევს ზოგი ასე შემდეგ და ეს უაღრესად მნიშვნელოვანი გახლავთ ბატონელის მაგას შემოიყვანა ფილოქსეროს ათენელი ეს არის უაღრესად საინტერესო ისტორიკოსი რომელიც ძირითადად მუშაობდა მსხვერპლ შეწირვის რიტუალებზე მას ძალიან ძიმე მდგომარეობის ჰქონდა შემოგონდა მას იგი დაშლილი იქნა მაგრამ თავისთავად ძალიან ბევრი გააკეთა ამ ასე ვთქვათ როგორც თვითონ მისის მაგარი ესე იგი გზნეული პიროვნება იყო ისა ყოველ შემთხვევაში სწავლები გადმოგცემდა და ასე თუ ისე მაინც საინტერესო მასალას იძლეოდა იგი არის ბეროსოს ბაბილონელი ეს არის ცნობილი ბაბილონიაკა რომელიც სამ წიგნად გამოსცა მან ესე იგი
ბერძნულ ენაზე ეს იყო ერთ-ერთი სახელმძღვანელო წიგნი და აი საბერძნეთის შესახებ უაღრესად დიდი მასალის მომცველი. მანეთორი ეს გახლავთ ეგვიპტელი ისტორიკოსი, მაგრამ ეგვიპტია ბერძნულად დაწერა ეგვიპტის ისტორია, მაგრამ ესე ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ყველაზე საინტერესო რა იყო იცით რომ მისი ასე ვთქვათ მონაცემები გამოიყენა იოსებ ფლავიუსები, ამაზე ცოტა ქვით მოგახსენებ. ოლივიუს მეგაპოლისელი, ეს ახლა ასევე ძალიან საინტერესო და აი ბატონი რისმაგის დამსახურება რა არის. პრაგმატულ ისტორიის ცნებას აქცევს იგი ყურადღებას და გამოყოფს რომ ეს ბევრი რამ აქვს გაკეთებული მას, აი პრაგმატული ისტორიის ცნება. ეს უცხოური საერთოდ ისტორიოგრაფიისათვის კერძოდ ადრე ფეოდალური ისტორიოგრაფიისათვის და ჩვენ აგერ ანტიკურ ხანაში და ელინისტურ ხანაში გვაქვს ამასთან საქმე. სხვადასხვა ასევე იყო ქართულ ისტორიოგრაფიაში. ჩვენ ძველ ისტორიკოსებს რო თავი დავანებოთ, ახალი ისტორიოგრაფია ვახუშტით რო იწყო და უცხო ვახუშტისთვის და შემდგომი პერიოდისთვის ილია ჭავჭავაძე მხოლოდ ეს პრაგმატული ისტორიოგრაფია შემოიტანა. პრაგმატული ისტორია შემოიტანა. ეს იყო უაღრესად საინტერესო, იმიტომ რომ მან ეკონომიკის საკითხებს მიაქცია ყურადღება, სხვა ბევრ საკითხს, რომელსაც ისტორიის შევსება შეეძლო. არის ესეთი აპოლოდოროს ათენელი, რომელსაც ეგრეთ ქრონიკა დაწერა ძალიან საინტერესო წიგნი, არის დიოდოროს სიცილიელი, ის არის ისტორიის ბიბლიოთეკის ავტორი, რამდენიმე წიგნად არის გამოცემული და ამას მისი გამოყენება ხდება და მინდა მოგახსენოთ იოსეფოსი ყავს მოყვანილი მას ეს რატომ მინდა ხაზი გაუსვა რომ ბატონი რისმაგი ერთგან იმოწმებს დავით აღმაშენებლის ისტორიკოს, სადაც იგი ამბობს ალექსანდრეს სიტყვებს, რომ არა დიდი ყავ ახილებში, არამედ დიდსა მიემთხვია მახებარსა უმიეროსო რომ ამბობს. იქვე დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი ამბობს, სამს ჩამოთვლის ისტორიკოს. ეს პირველი ეს გახლავთ სწორედ ჰომეროსი, შემდეგ არის არისტობულე და ბოლოს არის ეს ფლავიუს. ეს არის ებრაელი არის და საგანგებოდ გახაზავს. ებრაელმა გადმოსცა ისტორია, ძალიან საინტერესო ისტორია, ისამოს რომ ეს არის ვესპასიანე ტიტოს ისტორია გადმოსცა. აი ეს ბატონი ის ფაქტია უაღრესად საინტერესო არის მოცემული. პლუტარქე. ახლა ამე აღარ გამიჩნია პლუტარქე უზარმაზარია ისტორიკოსი და ავტორი გახლავთ, მაგრამ მისი პარალელური ბიოგრაფიები ეს არის საბაგიდე წიგნი დღესაც ჩვენთვის. არიანეს საქართველოს ისტორიის დიდი რაზი ანაბაზისში მას ახსენილი აქვს მთელი კოლხეთის ისტორია და საინტერესოა ჩვენთან. დიონ კასიუსი შემოგვიყვება. ესეც უაღრესად საინტერესოა. მეორე საუკუნეში ფარსმან ქველი, როდესაც ეწვია რომის იმპერატორს, თავისი დელეგაცია ჯობერტობა გამართა, საგანგებოდ მისი ბრძანები, პიუსის ბრძანებით, იმპერატორის ბრძანებით ძეგლი დაუდგეს მას მარსის მოედანზე. აი, ჩემთვის რა არის საინტერესო აქ? კიდევ აქვს რამდენიმე ისტორიკოსი, მემნონი, ანანოსი და ასე შემდეგ და აი ამ ისტორიოგრაფიის მასალით იგი ფონს ქმნის აი ასე ვთქვათ ცივილიზაციის საფუძვლისთვის. ეს არის რისმაგის დამსახურება და ეს მოცემულია რაღაც საოცარი სინატიფით, საოცარი ესე იგი ლამაზი წერით, გასაგებად და მშვენია. ერთი სიტყვით ესე იგი მხოლოდ აღფრთოვანება შემიძლია გამოვხატო ამ მეტად საინტერესო წიგნის მიმართ და ეს ცოტა გულაკვლილი ვარ იმით რომ ამით დასრულდა ეს თემა. იმიტომ რომ იქ ერთი ის ქონდა დადონის მაგ ბოლოში მინაწერი თორსები მეორე ტომზე თუ პირველ ტომში არის რომ ესე იგი მეხუთე წიგნში გაგრძელდებოდა ესპანეთიდან კავკასიამდე ცივილიზაციის შესახებ. დღეს ჩვენ ვართ ძალიან ესე რთულ მდგომარეობაში. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ კავკასიის ცივილიზაცია აღიაროს მსოფლიომ. თვითონ არნოლდ ტოინბიმ თავი შეიკავა ამაზე, მაგრამ საქართველოს ისტორია იცოდა კარგად, ჩვენ ეს დასამართებული გვაქვს. მაგრამ აბა და დღეისათვის უკვე მივახციეთ იმას, რომ მსოფლიო კონგრესში, სადაც ადრე არ იხსენებოდა ამის შესახებ, კავკასიურ ცივილიზაციასაც ახსენებდნენ ყურადღებას. უბრალოდ სასურველი იყო, რომ ყოველი შემთხვევაში რაღაც მონაწილეობა მაინც მიგეღოთ იმაში, რომ სამომავლოდ ეს საკითხი წამოწეული იყო. ერთხელ კიდევ მინდა მადლობა გითხრა იმისთვის, რომ შენ არსებობ, რომ შენ ხარ უდიდესი პროფესიონალი, შენი დარგის ბრწყინვალე სპეციალისტი. დღეს ჰომეროლოგია არის უშუალოდ რისმა გორდეზიანის სახელთან დაკავშირებული და მინდა რომ გისურვო, რომ წარმატებები იყოს შენი პარადიგმული თანამედროვე. დიდი მადლობა. დიდი მადლობა.
დიდი მადლობა ბატონ როი. ვინმეს თუ უნდა სურვილი გამოთქვას ბატონ რისმაგის მიმართ, ან რაიმე შენიშვნა თუ აქვს, ან რაიმე აზრის გამოთქვა თუ სურს? მე გეტყვით ორიოდეს სიტყვას გეტყვით თუ შეიძლება ჩემი თავის წარმოდგენა არ გინდათ ყველას ვიცნობთ ერთმანეთს ორიოდეს იმიტომ რომ აი განსხვავებით აი ამ შვენიერი ორატორებისაგან მე უნდა ამთავით ვთქვა რომ მე არ ვარ გაცნობილი ამ ტომს ამთავით უნდა გითხრა და მის დახასიათებასაც ვერ დავიწყებ რომ არ ვარ გაცნობილი იმიტომ კი არა უბრალოდ ესე იგი ის ეხლა ძდებს ჩემს კაბინეტში რომელიც არის ჩაკეტილი და ჯერჯერობით ესე იგი ვერ გავაყე დიახ მე მხოლოდ მინდა მიულოცო ეს დღე არა მარტო რისმაგს არამედ მოგილოცოთ ყველა თქვენთაგანს აი ამ დიდ წრეს დიდ სკოლას რომელიც შექმნილია ფაქტიურად შექმნილია და დაფუძნებულიც არის რატომ ცილს ვამბობ მე მოგახსენებ ბატონი რისმაგის მიერ ეს არის ვებერთელ აი ესე იგი ჩვენ ახლა ვატყობ და თქვენ შესანიშნავად მსჯელობთ ყველანი და რასაკვირველია ჩვენგან დაფასება და თქვენგან პატივი ბატონ რისმაგს არ აკლია მაგრამ მე ვიტყვი რომ ჩვენ კიდევ ვერ ვხედავთ იმას რასაც ალბათ ისტორია დაინახავს აი ჩვენ სინამდვილეში რისმა გორდეზიანის ხელმძღვანელობით შეიქმნა ვებერთელა სკოლა ქართული ესე იგი პირველ რიგში კლასიკური ფილოლოგიის რასაკვირველია ბიზანტინის და ნეოკლასიციზმის არ მეშლება სკოლა არის აღიარებული საერთაშორისო დონეზე ეს რა არის იცით ეს არ არის მარტო ესე იგი ჩვენ ვლაპარაკობთ ყოველთვის იყო დიდი მეცნიერი ერთი მეორე მაგრამ ეს არის პირველ რიგში ვებერთელა პატივის მიგება გრიგოლ წერეთლისადმი ვებერთელა პატივის მიგება სიმონ ყაუქჩიშვილისადმი და ამ დიდი პიროვნებებისადმი რომლებიც ამას აშენებდნენ აი დაამთავრა ეს ყველაფერი კი დაამთავრა ნუ ვიტყვით აიყვანა იმ სიმაღლეზე რომ ეს ქართული სკოლა შექმნილი ამ კორიფეების მიერ არის მსოფლიო დონეზე აღიარებული ეს პატარა საქმე არ არის აქ არა მარტო ესე არ უნდა ჩამოთვლა რომ იმართება სესიები არის ესე იგი საერთაშორისო დონის ორგანო იბეჭდება აი ჩვენს წინაშე ეს ძალიან ძნელია ამისი გაკეთებაც მარტო და ამავე დროს ჩვენ არ გვაქვს ასეთი ჩვენ მქონდა რამდენიმე მაგალითი წარსულში და ესე იგი ასეთი დიდი სკოლების შექმნისა და ახლაც არიან ალბათ ეს სკოლები მაგრამ განსაკუთრებით ჰუმანიტარულ დარგში მეორეც იცით ესე აი საკუთრივ ამ ცივილიზაციის ამ სამტომეულზე ვილაპარაკოთ ეს არის ქართული სამყაროსათვის ვებერთელა საქმე ჩვენ მთელი ქართული კულტურა ქართული ლიტერატურა მეტნაკლებად ისტორია საქართველოსი ეს ფაქტიურად თითქმის ესე იგი ახლა მე არ გამიგოთ ისე რომ თქვა აღმოსავლეთს და ამ სამყაროს ქართული გამოვთიშა ეს თითქმის ბერძნული სამყაროს თავისებური გაგრძელებაა უпростоრად ბერძნული სამყაროს თავისებური ნაწილია აი მე მაგალითად ახლა ცოტა მაინც ხშირად ესე იგი არ ვეთანხმები ჩემი დიდი მასწავლებლის კორნელი კაკელიძის სიტყვებს იგი ამბობს რომ ქართული სასულიერო მწერლობაო ბიზანტიური მწერლობის დიდი ხის ერთი ქართულენოვანი შტოაო მე ხშირად ესე იგი ცოტათი არ ვეთანხმები და არ მიმაჩნია ამას აქვს მეთქი მეტი სხვა თავისებურება რომ მარტო მაგრამ პრინციპში მთელი ქართული ეს კულტურა ბერძნული სამყაროს მიბაძვით ბერძნული სამყაროს კვალდაკვალ ბერძნული სამყაროს ათვისებით მოვიდა აქამდე და რამდენად დიდი სამსახურს უწევს ჩვენ ამ დიდ შთამომავლობას რისმაგი რომ ქართულ ენაზე შესანიშნავად წასაკითხად დაუდო ჩვენს მომავალ თაობას რომ რა არის ეს ყველაფერი აი აქამდე ჩვენ რასაკვირველია ჩვენც და ასევე თქვენც მართლა ისავსებით სწორად ბრძანეთ თქვენ ვეძებდით აი თითოეულ მომენტს რაღაც წიგნში იქედან ქართულ ენაზე ამისი თქმა ამისი მოტანა ამისი დადება ესე იგი ეს არის ის აი დაახლოებით ის არის აი ჩვენ ხშირად ჩვენს დიდ კორიფეებზე ლაპარაკობთ უნივერსიტეტის შემქმნელებზე ქართული ტერმინოლოგია შექმნისო აქ ტერმინოლოგია არა შექმნილი მაგრამ ქართული კულტურის ქართული ლიტერატურის
ქართული მეცნიერების საფუძველზე რომ ჩვენ თაობას ასეთ მასალ ეს პატარა საქმე არ არის. მე მინდა ეს არის გამარჯვება არა მარტო რისმაგის, რასაკვირველია ეს გამარჯვება მისი ოჯახის. აი სავსებით სწორად ითქვა აქა. ესე იგი, რა დიდი სამსახური გაუწია ამ ოჯახმა, ესე იგი და მისმა მეუღლემ, რომელიც აი რისმაგმა თქვა თვითონ წერს, მე ვკარნახობდი და თვითონ წერდიო. იმის გამარჯვება, იმის დაფასება, იმის აღიარება. რასაკვირველია ვთქვით იმ სკოლაზე. ამავე დროს ეს არის თქვენი და ჩვენი გამარჯვება. ჩემი გამარჯვება პირადად. მე ესე იგი, აი ჩემი სამხანაგოს, დიდი სამეგობროს, რომლებიც ასე მოვდიოდით, მართლა ხელხელ ჩაკიდებული დავდიოდით. აი ჩემი სიხარულია დიდი, რომ მე ვარ რისმაგ გორდეზიანის მეგობარი. თქვენ ხართ მისი მეგობრები, მისი მოწაფეები და დავაფასოთ უნდა ეს და ესე იგი აი შევხედოთ იმითი რომ რისმაგი ხშირად ესე იგი ვამბობდით ჩვენ ესე იგი ფენიქსი ვითაო მრავალგზის აღდგა და იგი კიდევ აღდგება და კიდევ წაიღებს წინ აი ამ დიდ მოგილოცავ რისმაგ და გილოცავთ ყველა თქვენთაგანს და ულოცავ ჩემ თავს აი ამ დიდ სილამაზეს. მე ვიცი რომ ამით უნდა დავფასდე, ჩვენ ვიცით მითხარი შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ. ჩემი მეგობარია რისმაგ გორდეზიანი. კარგად გძამდებოდ. მადლობა ბატონელ გუჯა ამ ემოციური გამოსვლისათვის. ბატონ რისმაგ ვინმე ხარ უნდა კიდე გამოსვლა? კლინიკოს შეიძლება ორი სიტყვით. რასაკვირველია. ბატონო რისმაგ ჩემო ძვირფასო მასწავლებელ ყველას მოგესალმები, ძალიან მიხარია თქვენი ნახვა. ძალიან ცუდია უთქვენობა. და იმედი მაქვს რომ ძალიან მალე შევხვდებით ერთმანეთს და თქვენი სხვა წიგნების პრეზენტაცია იქნება უფრო ისეთ გარემოში, რომელიც ეკადრება უნივერსიტეტს. მენატრება ბატონო რისმაგ, მე ჩემ თავს თქვენ მოსწავლეთ თვლი და მენატრება 107 აუდიტორია, ზუსტად ამ დროს გქონდათ ხოლმე თქვენ ლექცია, რომელსაც ჩვენ ვესწრებოდით პირველ კორპუსში 107 აუდიტორიაში და ბატონი რისმაგი დაფასთან ცარცით ხელში გვიხსნიდა თავის არაჩვეულებრივ ჩვენთვის ძალიან საინტერესო და ღრმა მეცნიერული ენით იმ სამყაროში შევყავდით, რომელიც ჩვენთვის უცხო იყო მაშინ. დღეს მე ჩემს სტუდენტებს ვეუბნები, რომ ჩვენ უნდა გადავაკეთოთ მარბურგის ნეოკანტიანელთა მოწოდება წინ კანტისკენ და ვთქვათ წინ რისმაგისკენ. და ეს ნიშნავს, რომ წინ პროფესიული პასუხისმგებლობისკენ, წინ მეცნიერული თავდადებისა და გმირობისკენ. ეს არის წინ აკადემიური კვლევებისკენ. ეს არის წინ უნივერსიტეტის იდეისკენ. და ეს არის საბოლოოდ წინ სოკრატული ცოდნის ზეიმისკენ. ყველაფერი ხართ ეს თქვენ ბატონო რისმაგ და თუ ჩვენ წავალთ ამ გზით, ჩვენი სტუდენტობას გულისხმობთ მე. ამ სულისკვეთებით თუ გაიზრდება ჩვენი მომავალი თაობები, ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ის საქმე, რომელსაც თქვენ საფუძველი ჩაუყარეთ და უნივერსიტეტის იდეის განვითარებისთვის, რაც გააკეთეთ, აი მიზანი იქნება მიღწეული. მადლობთ, დიდი მადლობა ყველას, აი ქალბატონ თინას, ირინას, მოხსენებლებს, ჩვენ ძვირფას ნანას, ბატონ როინს, რა ვიცი, ძალიან მიხარია რომ გხედავთ და ძალიან მიხარია რომ თქვენი ხმა ისე ჟღერს, როგორც მრავალი წლის წინ. დიდი მადლობა. ქალბატონი ლია გამოჩნდა და მივესალმე ქალბატონი ლიას. აბა მითხარი ლია გესალმებით და მითხარით ორიოდე სიტყვა. დიდი მადლობა ყველას. ქალბატონო ლია, ვისარგებლებ ამ მომენტით. ბატონ რისმაგის დღესასწაულია, ნამდვილად დღეს.
ძალიან ბევრ ამას ვუმადლით მას. ძვირფასო. მაგრამ თქვენ გიმადლით. მადლობელი. ამაგი მიგზნოს რისმაგი გაგვიზარდა შენ. ძალიან ბევრ ამას გიმადლით თქვენ, ქალბატონო ლია. მთელ დატვირთვასთან ერთად რაც თქვენ გაქვთ ოჯახში, თქვენ ბოლო წლები იტვირთეთ ასევე მდივნობა ბატონი რისმაგის. ეს ნაშრომი უზარმაზარი სკრიპტორიუმია, სკრიპტორიუმი. მაგრამ ბევრად უფრო გვიან დაიწერებოდა. და აი თქვენ ხართ ბატონი რისმაგის მართლა ასე ვხედავთ თქვენ ამას მარჯვენა ხელი. გარდა იმისა, რომ უაღრესად ღირსეული ქალბატონი ბრძანდებით, აი წლების განმავლობაში გიყურებთ და აღთოვანებული ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ჩვენს ინსტიტუტში განსაკუთრებული პატივისცემით არის თქვენს მიმართ. ძალიან დიდი მადლობა თქვენ პირადად აი ამ წიგნის გამოცემისთვის და წინატომების გამოცემისთვის აგრეთვე და ველით კიდევ დიდ სამუშაოს თქვენგანაც ქალბატონო ვერ შეგეშვებით. დიდი მადლობა. გილოცავთ. გულმეთი მადლობა. მეგონი ქალბატონ ნელის უნდა რომ ქალბატონ ნელის უნდა ქალბატონ ნელი ხო არის მის ნელი უნდა როგორმე გამორჩართოს უბრალოდ მიკროფონი გამორთული აქვს და იმიტომ არის მის. ხო, გამორთული აქვს, მაგრამ უნდა მივხვდეს რომ გამორთული აქვს. აბა თუნდა გაიგონოს რომ ქვემოდან უნდა გათიშოს. აი დამხმარე ძალა გამოჩნდა. ისმის ახლა ისმის რის მაგძერფასო გილოცავ ამ შესანიშნავ წიგნის გამოსვლას ეს სიცოცხლის ელექსირია ადამიანისთვის ასეთი წარმატება ამ ასაკშიც და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც პირველ რიგში მინდა აღნიშნო არის სწორედ ლიას დამსახურება თქვენს ცხოვრებაში რომელმაც აი ასეთ ასაკში ასეთ მდგომარეობაში ეს დიდი საქმე გავაკეთებინეთ. ყველაზე დიდი კი სწორედ იმ ინსტიტუტის შექმნა რომელიც დღეს სამიმუშოა აბსოლუტურად რამდენი რამ დაინგრა ამ უსახო დროში, მაგრამ თქვენს ინსტიტუტს არაფერი არ ემუქრება. ღმერთმა დიდი შეძლება მოგცეთ, ჯანმრთელობა მოგცეთ. ერთადერთი რასაც მე ბატონ ელგუჯას არ დავეთანხმები, ისევე როგორც ის არ ეთანხმება რაღაცაში ბატონ კორნელის, რომ ბერძნულის გაგრძელება კი არ არის ქართული და კავკასიური კულტურა, ეს თქვენ თვითონაც ძალიან კარგად უჩვენეთ, რომ თავად ბერძნული კულტურა და ბერძნული ცივილიზაცია ემყარება ძალიან დიდ ცივილიზაციას, რომელშიც ქართულ მოდგმას თავისი წვლილი აქვს შეტანილი. ასე რომ ის პირველი საწყისები, რომელზეც თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი ნაშრომები გამოაცით, ამის ნამდვილი დასტურია. ასევე თქვენი ინსტიტუტი იყო პირველი, რომელმაც გაუშიფრავი წარწერებისკენ გაიხედა და მნიშვნელობა მიანიჭა ძალიან დიდი ჩვენთვის, ქართული მოდგმისათვის. რისმაგ დიდხანს სიცოცხლე. ეს დავეთანხმები რომ არ შევქმნა წინააღმდეგობას და გულით ვეთანხმები. მისაღებია. ეს უკვე ქართული ცივილიზაციის საფუძვლებზე ძალიან დიდი მუშაობა მიდის და მე მგონია რომ ეს შრომა გაამართლებს და შენი დამსახურებაც ჩემო ძვირფასო რისმაგ კიდევ უფრო ნათელი გახდება. ღმერთმა დიდი გაძლება შენ დიდ კოლექტივთან, ძალიან კარგ კოლექტივთან, რომლის შექმნაშიც შენ თავად მიიღწვის დიდი როლი. ეს დიდი საქმეა, რომ კოლექტივი შექმნა, რომელიც აი ასეთ ინსტიტუტს დააფუძნებს და ასეთ შედეგებს მოიტანს კულტურისათვის. მადლობა. ჯარცვისთვის. რეზო გაჩეჩილაძე გამოჩნდა ვადნერის მაგ. დიახ, რეზო არის რაღაც აქა და
აკარის აგერ აი რეზო ის აკარის მიკროფონი რეზო გისმენთ რეზო დიახ ჩართე მიკროფონი ეხლა ისმის? ახლა ისმის ხო, ერთ სიტყვით აქ მყოფთა უმრავლესობისაგან განსხვავებით, რომლებიც რომანტიკულ, საკმაოდ ვარდისფრად გამომზირალ ანტიკურობას სწავლობს, ხო, მე მიხდება თანამედროვეების საკმაოდ მუქი ფერების შესწავლა, თან მართალია იმ ტერიტორიაზე, სადაც სწორედ ელინიზმი გავრცელდა თავის დროს, ახლო აღმოსავლეთში. მე უნდა გითხრათ, რომ ესე იგი მე მართლა მოუთმენლად ველია წიგნის საკითხვა ჩემი რისმაკ. იმიტომ რომ ხანდახან ჩემს ისტორიულ გეოგრაფიაზე როცა ვასწავლი ხოლმე ახლო აღმოსავლეთის, ხო, აუცილებლად მიხდება ხოლმე საუბარი სწორედ ელინიზმზე და ეხლა მინდა რომ უფრო მეტი ვიცოდე ამის შესახებ და მათ უფრო კაფიოდ განუმარტო თუ რას წვლილი მიუძღვის ელინიზმს ამ ცივილიზაციის შექმნაში, რომელიც აქ არსებობს. ეხლა მე მაინც მგონია, არ ვიცი თქვა, შენთანაც ეგრეა თქვა, რომ ქრისტიანობას მთლიანად არ მოუსპია ელინიზმი. რასაკვირველია თქვა, ის იყო გარკვეულ თვალსაზრისით ქრისტიანობა იყო ელინიზმისა და იუდაიზმის შერწყმა. ნამდვილად ეგრეა, ხო, მაგრამ აი ისლამმა, რასაკვირველია ისლამმაც გარკვეულად რაღაცა აიღო ელინიზმისგან. აი საკმარის ერთად სიტყვას რომ ყურანში მაგალითად ერთ-ერთ წინასწარმეტყველად ისკანდერია მიჩნეული, ალექსანდრე მაკედონელი, რომელიც ახლა ალექსანდრე წინასწარმეტყველია, ხო, წინასწარმეტყველი მუსლიმებისთვის, ხო, ასე რომ მას მაინც ატივსცემენ. ყველანაირად იგი არის ხოლმე, მაგალითად იქ ორქიანი გვირგვინი, რომელიც გამოიყენებოდა ხოლმე, ეს ალექსანდრე მაკედონელი გვირგვინად იყო მიჩნეული და ასე რომ ძალიან ბევრი რამ მაინც დარჩა იქიდან და ამისი უგულყოფა შეუძლებელია. დიდი მადლობა შენ ამ წიგნისათვის, იმისათვის რაც შენ აკეთებ, რომ შექმენი ფაქტიურად ეს უზარმაზარი და შესანიშნავი კოლექტივი, რომელიც რას უკვლია გააგრძელებს ამ მუშაობას და კიდევ უფრო დიდ წარმატებას მოუტანს ქართულ მეცნიერებას. დიდი მადლობა ეს. და ლიას დიდი მადლობა, ლიას. უპირველეს ყოვლისა. მე მგონი ეს აუხჭიშვილების თავმოვალია სხვათაშორის და შეიძლება გარკვეულად მან შენს გასწავლა ზოგიერთი რამ. ეთ ეთილი დიდი მადლობა. ესე იგი აღარ გადავღალოთ მე მგონი ადამიანები ბოლო სიტყვა თქვენია ბატონის მაგ ჩემის მე მინდა ჩემო ძვირფასებო ძალიან დიდი მადლობა გითხრათ. ეთყობა ჩემს სასაკში მაინც ადამიანი რაღაცას რო აკეთებს, თავისი კოლეგების მოწაფეების შეფასება სჭირდება, რომ იცოდეს რაც გააკეთა არის ფასეული თუ საერთოდ წყალში გადასაგდები. მე ძალიან დიდი მადლობა უნდა მოგახსენოთ ყველას, რომ გიყურებთ ახლა უმეტესობა ეს არის ჩვენი ინსტიტუტი და მინდა გითხრათ, რომ მე ვარ ჩემ ცხოვრებაში მიმაჩნია ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გავაკეთე, ეს არის ის, რომ ბატონი როინის დახმარებით, ესე იგი შეიქმნა და ბერძნული მხარის დახმარებით შეიქმნა ეს ინსტიტუტი. მე მინდა ვისურვო მხოლოდ ერთი, რომ აი თქვენ სახეებს შორის უკვე დავინახო ის სახეები, რომლებიც ჩემს მოწაფეებად არ თვლიან თავს და თქვენი მოწაფეები არიან უკვე და აგრძელებენ აი იმ დიდ საქმეს, რასაც ჩაუყარეს ჩვენმა დიდმა წინაპრებმა საფუძველი. ძალიან დიდი მადლობა და ერთი სული მაქვს, რომ გნახოთ უკვე ნატურაში, ესე იგი რაღაცნაირად შეგხვდეთ და ესე იგი მოგესიყვარულოთ ისე, როგორც მე მინდა რომ მოგესიყვარულოთ. დიდი მადლობა. მე არ გეთხოვებით, ესე იგი ძალიან დიდი ხნით, ვიცი რომ რაღაც ღონისძიებებია დაგეგმილი, ალბათ დისერტაცია ხო ეკასი, არა? დისერტაცია, დიახ, კონფერენცია, კონფერენცია პატრის. ბატონო, შევეცდები რომ ჩავერთოთ თქვენთან, თუ კი მიმიღებთ, რასაკვირველია და ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც დღეს მონაწილეობა მიიღო აი ამ პრეზენტაციაში, ონლაინ პრეზენტაციაში. დიდი იმედი მაქვს ჩემო ეკა კობახიძე, რომ ესე იგი ჩვენ
შემდეგ წიგს უკვე ინსტიტუტში წარმოვადგენთ, ესე იგი ონლაინის გარეშე. და თავდაპირველად მინდა გავანთავისუფლო და მე ავიღო ჩემზე ყველანაირი ტვირთი ბატონო რისმა. ეგ არ გამოვა, ჩემო კარგო. არავის არანებებს ამ საქმეს ესე. გაუთკბა უკვე ეს. შეიძლება ერთ სიტყვას ვიტყვი, ერთ წინადადებას მხოლოდ. კი ბატონო. აბა კარგად დადებოდეთ. აბა კარგად. კარბატელებს ვისურვებ. კიდევ დიდი მადლობა, დიდი მადლობა. ისეულად შეთვის როგორც არის დამახასიათებელი ისე იყოს. ახალ წელს გილოცავთ ბატონებო ყველა. ასევე გილოცავთ. ასევე მეც გილოცავთ, მეც ყველას გილოცავთ და მერთო ბედნიერი ახალი წელი მოგვიყვანოს და შორს წავიდეს კორონა. ნამდვილად. ბატონო ძალიან გვიყვარხართ, განსაკუთრებულად გვიყვარხართ. დიდი მადლობა ამ დღესასწაულისათვის. დიდი მადლობა იმ დღესასწაულისათვის, რომელსაც თქვენ მსმენელებს, თქვენ მკითხველებს შევქმნით 10 წლეულების განმავლობაში. და საერთოდ ბევრი რამისთვის კიდევ მადლობა, რომელსაც ეხლა ვეღარ ჩამოვთვლით. ძალიან შორს დაგვიყვანს ეს. აბა, კეთხოვებით, კარგად წამდებოდეთ. დიდი მადლობა. მადლობა. დიდი მადლობა. ახლამდეს. ბატონო რისმაკ, თქვენ უნდა გაგვაქროთ ისევ, თორემ საკითხავთ არავინ არ ფიქრობს წასვლას, ხო ხედავთ? ეხლავე, ესე იგი, რაღაცა რის მაგი როა, მაგის თვისებები უნდა გამოვამჟღავნო. ბატონოს მაგი გაქრა კი მგონი. აი თვითონ გაქრა, თვითონ ენდის დაცვლად. კარგი. მაშინ სათითაოდ წავიდეთ, სხვა გზა არა. ეიდოს გადახარებს. მანანა. ბატონო, როგორ გამიხარდა რეზოს დანახვა? კარგია, კარგი კი. მოგზაურობები გამახსენდა, ერთად რომ ვიყავით სიყვარული. აბა. ჩემი სიმღერაც ხო არ გაგახსენდათ, რეზო აზიზო. თქვენი სიმღერაც ზუსტად გამახსენდა. და კიდე ერთი კაი რაღაცა, ოღონდ გრძელი ისტორია. რეზოს რომ დაუძახეთ იქიდან, ავტობუსიდან, ამოჭერი მაი ასფალტი და წამოიღე აქეთ რომ გახსოვთ რეზოს ჩამიჯზე რო დავაწყებინებდი გავთევ ჩამიჯი რა ღირსა აქ იქ რა ღირსა და აქ ცოტათი მეტი კარგით ახლა რეზო რადგანაც რეზო წავიდა ჩვენ რეზოზეავლაპარაკით და ჭორაობა რო არ რისმაკმა დაგვტოვა ისე რომ ესე იგი ერთმანეთს არ დაგვაშორა და ჩვენც არ გვინდა რომ დავშორდეთ ხო? ნამდვილად არ მინდა. ამიტომ სათითაოდ უნდა წავიდეთ.